პოლიტიკისთვის ოცნების წარმოდგენით, ამით წყდება ყველაფერი. ოცნების მხარდამჭერების ნაწილის წარმოდგენით და რამდენად ამით წყდება ყველაფერი და რამდენად ამაში მართლა რაღაც გადარჩენის კოზირი აქვს ამათ და საერთოდ რა მოლოდინი შეიძლება კონდეს ოცნების ამორჩევას და მთლიანად საქართველოს ქართულ მოსახლეობას შემოდგომისთვის განსაკუთრებით ეგ უნდა გაირჩეს, იმიტომ რომ ძალიან დიდწილად მოლოდინები და რეალობა აცდენილია ხოლმე და მე ამ რეალობას რო დაეჯახებიან, ცოტა სხვა რაღაცა ხდება და მომზადებლები აღმოჩნდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამიტომ მოდი გავარჩიოთ. ეხლა ამ კვირაში მორიგი წერილი დაიდო და ამ წერილის რაღაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს ამოღებული და მიუყვეთ და ისე გავარჩიოთ, რაზე იყო საუბარი. ქართული ოცნების მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე ქართული ოცნების ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ. უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა ერთი მხრივ უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო მეორე მხრივ საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა. გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება. ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება. ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა უთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება. სანამ შინაარსობრივ განხილვაზე გადავალთ, მე მინდა ერთ პირდაპირ ჩათლახობაზე გავამახვილო ყურადღება. ესე იგი, აქამდე ხო იყო რა ელჩი აკეთებს და ხა გამოვიდა მე იქ სახელმწიფო დეპარტამენტი და თქვა რომ თქვენ გიჟები ხوار ახართ, რასაც ელჩი აკეთებს, ჩვენ უავალებთ და ეხლა ერთი ნაბიჯით ზემოთ ავიდა და საელჩო აკეთებს, ანუ შენობა აკეთებს, თქობა, რა ვიცი. რაღაცა კონკრეტული ერთი ნაბიჯით ზემოთ ავიდა, ხო არის მართლა ჰარი პოტერში რო რაღაც ის ვისი სახელის დასახელებაც არ შეიძლება, ვოლანდემორტი არა, ანუ თქვი რა ამერიკა ძნელია, ამერიკა ცდილობს გადატრიალებას, ამერიკა ცდილობს ნაცების მობრუნებას, საელჩო აკეთებს, რას ნიშნავს? და ოღონდ ერთ მომენტში რაღაცა შეპარებით თქვა ესე, რომ ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ჩვენზე შეტევას ახორციელებენ იმისთვის, რომ გვაიძულონ ომში ჩართვა. ანუ ამერიკაც რაღაცა გაკვირით დაასახა. არა, გასაგებია რომ მან ამერიკა იგულისხმება, მაგრამ მე სანამ შინაარსობრივ განხილვაზე გადავიდოდი, ეს მომენტი რატო აღვნიშნე, იცი? 4 კაცი რო გამოყვეს, ვინც სიმართლე უნდა ილაპარაკო, იმასაც კი რამხელა ესეთი მუხრუჭი აქვს, მართლა რა შეტევაზე გაგიშვეს, კამიკაძედ გაგიშვეს, მაგრამ იმის ჩამოყალიბება რომ ამერიკა და დასავლეთი არა საელჩო. დიღომში შენობა რო არის, ეგ არის მაგ შენობაშია პრობლემა და კონკრეტულ საელჩოში თორე დასავლეთი კარგია რა. მაგის მოდი ახლა გადავიდეთ გარჩევაზე თვითონ რა თქვეს. ამათ თქვეს, რომ 3 წლის წინ საელჩო არჩევნების 2009 წლიდან არჩევნების წინ განსაკუთრებით დაიწყო რევოლუციური სცენარის მომზადება და ამ სცენარის ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ ომში შევეთრიეთ.
ანუ რევოლუციას გიწყობენ ეს პირდაპირ ამერიკა გიწყობს რევოლუციას თან გიწყობს ნაცების ხელით ნაცებს გიბრუნებს ამერიკა და თან რისთვის გიწყობს ცი ომში რო შეგიყვანოს რომელთაც დაინგრა მან დავაზუსტებ რომ მან კიდე ერთი ნიუანსი ამით რისი ნათქვამი არის რომ ამერიკა 3 წლის წინ ამზადებდა უკრაინაში ომს ეგ კიდე ცალკე ასპექტი არის ანუ ისე ხო არის რომ აი ერთშვენიერ დღეს პუტინი გაგიჟდა და შევარდა უკრაინაში არანაირი წინაპირობა არ არსებობდა გარდა იმისა რომ რუსეთი არის მორდორი და უბრალოდ ბოროტება ამოძრავებთ ხო არის რაღაც ეგეთი წარმოდგენა და ამ დროს გამოდის ეს ხალხი და ამბობს რომ 3 წლის წინ ამერიკა უკვე ამზადებდა ომს უკრაინაში და საქართველოში ამზადებდა მეორე ფრონტს ეგეც მნიშვნელოვანი ასპექტია ხო და ნუ მოდი ახლა მაშინ შევაფასოთ ქვეყანა რომელიც გიმზადებს რევოლუციას ანუ გადატრიალებას გიწყობს გადატრიალებით უნდა მოიყვანოს არა ვიღაცა რა ვიცი მე ძალიან კეთილსინდისიერი ხალხი კი არა ნაცები ანუ სისხლიანი რეჟიმი უნდა დაგიბრუნოს და თან ისინი უბრალოდ კი არ უნდა დაგიბრუნოს იმისთვის რომ რაღაც შვიდად თუნდაც სისხლიანი რეჟიმით მართონ ქვეყანა არამედ დაგიბრუნოს იმისთვის რომ აქ ომი დაიწყოს და გაგაუბედუროს ბოლომდე მაგ ქვეყანას მაგაზე დიდი მტერი და მაგაზე რავი ჩათლახი შენი ქვეყნისთვის ხო არ არსებობს ამაზე ხო უნდა შევთანხმდეთ რომ თუ ვინმე მტერია ამას ვინც გიკეთებს ეგ მაგას დიდი მტერი არ აქვს არა შოთა ეგ ეგრე არ არის მიუხედავად მაგისა დასავლეთი და ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ აუცილებლად ხო აი ეხლა ეგ ავხსნათ ეს 3 წელი ეს 4 ადამიანი რომელმაც როგორ ჩანს იცოდა რომ არა რა თქმა უნდა კაცი ეხლა გამოდიან და ვიცოდით ეს ყველაფერი და დრო დადგა რომ ავლაპარაკდეთ და კიდე რაღაცებს ავლაპარაკობთ ეხლა ვილაპარაკეთ კიდე შეიძლება ბად ორი კითხვა აქამდე სად იყავი და იქის რაღა უბედურება რაც ბიჭო რატო არ ყვებოდით ამ მთელი პრობლემა რატო არ მეტიც კაცო ჩვენ აბა რას ვამბობდით ჩვენ ვამბობდით მაგას მეტი ხო არაფერს ხო ვამბობთ 3 წელი ვლაპარაკობთ მაგას ხალხო ამერიკა ომს გვიჩალიჩებს ნაცებს აბრუნებს რევოლუციას ცდილობს და ამერიკა არ არის ჩვენი მოყვარე ამერიკა არის მტერი ამას ვლაპარაკობთ ეს ხალხი კონკრეტულად თან კონკრეტულად ის დეპუტატი რო გიტევს რომ შენ მოღალატე ხარ ამერიკაზე რეებში ძახი ეს რა უბედურებაა ესენი რუსულ იმას აკეთებენ რაღაც საქმეს აკეთებენ ეგ რა ფენომენია ანუ რო იცი ანუ რო იცოდი თურმე რომ მართალს ვლაპარაკობდი და იმის გამო რომ რასაც შენ ვერ ეუბნებოდი ხალხს მე რო ვეუბნებოდი მაგის გამო მოღალატეთ მაცხადები და ეხლა გამოდიხარ და ესე შპალერის რაღაცა სახით ყვები რომ ამერიკა ანუ თან რანაირად გამოვიდა იცი აი ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი ვინც არავინ არ იცის ეს წარმოუდგენელი რაღაცა ხო სუსტი ნერვების მქონე ხალხი ვერძე გაიწიეთ ამერიკა ომში ჩართვას ცდილობს ჩვენ ეხა რა ხდება 3 წელია მაგას გეუბნებით ხალხო 3 წელია მაგას ვლაპარაკობთ და აქამდე მანამ დასანქცირების საფრთხე არ შეგექმნათ რითვერ მაგის გამო მიტევდით მოიფიქრეთ რომ ეგ უნდა ილაპარაკოთ ხაც რო არ უნდა რომ უნდა გამორიცხო ომში ჩართვა თან აი რა კითხვა მიშდება იცით აი ეგ ნათქვამი რომ 3 წელი ჩვენ ომში ჩათრევას ცდილობს ამერიკა ნაცები უნდა მოიყვანოს და ეხლა გეუბნე ხო აი ეგ ნათქვამი ჯერ ხო ავტომატურად იმას ნიშნავს რომ 2008-შიც მასე მოიყვანეს სინამდვილეში საერთოდ ამერიკა ყოველთვის მაგას რო ცდილობდა ეგ ხო მაგასაც იტყვიან სხვათა შორის შემდეგ ნაწილში პირდაპირ მაგის ხო მაგის ნათქვა ანუ ეს ეხლა უბრალოდ ლოგიკურად არაფერი რო აღარ თქვან ხო აი უბრალოდ ლოგიკურად რო იმჟეოთ ეს ნათქვა ხო იმას ნიშნავს და ზოგადად რო ამერიკას ეგეთი მიდგომა აქვს აქედან ხო ეგ გამომდინარეობს რომ ამერიკა ზოგადად ომში ჩათრევას ცდილობს ხოლმე ქვეყნებს და გადატრიალებების მოხდენა აი ამ ფონზე ეს თუ იცი ეხლა კი არ გაიგე აი რომ დაგასანქცირეს და მაგით კი არ დაინტერესდი და მე კი არ გინკამსრო საფრთხეში ყოველთვის იცოდი ანუ აგერ იძახი 3 წელი ეკხდება ხო ყოველთვის თუ იცოდი
მაშინ რავი რატო აკეთე ეს 3 წელი ისინი რაც აკეთე. ანუ 3 წელი რატო შეუწყე ხელი ქვეყანის ომში ჩათარგმნა. 3 წელი კი, ანუ მართლა ეგ ხო ეგრედი გასაკითხი, რომ ამერიკა თუ ეხლა ამას აკეთებს, როგორც 3 წელია შენ თვითონ აღიარებ, ეგ ხო არ არის ასეთი რაღაცა, ხა ეგეთი მიამიტი ხო არავინ არ არის და გამოშტერებული, რომ ეგრე წარმოიდგინოს რეალობა, რომ აი ეს დაჯდა ამერიკა უცებ და 3 წლის წინ მოაფიქრა და მოდი საქართველოს ჩავდოთ ომში, ასე ხო არ დგას, ან რაღაც ინტერესი აქვს, გეოპოლიტიკა. ეგრე იქცევა ხოლმე. ხო თუ რაღაც ამ ინტერესს წყობრად მიყვება. და ეს ინტერესი გულისხმობს, რომ ნუ რა ვიცი, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით, რომ რუსეთის გარშემო რაღაც ცეცხლოვანი რკალი იყოს. დაძაბულობის კერები, რომელსაც ვერ შეურიგდება მე რუსეთი ვერასდროს, სულ დაპირისპირებაში და ომში იქნება მათთან. და ამიტომ ეს ქვეყნები იქნება ამერიკის რაღაც ცეცხლში გახვეული ბაზები, რომელშიც ცოტას დახარჯავს თან ფულს, იმიტომ რომ ბუნებრივი მტრები იქნება. ჩემი საყვარელი ბოდიში ჩაგეჭრები, ჩემი საყვარელი მომენტია ხოლმე რომ გამორდები და ამერიკა 30 წელია საქართველოში 6 მილიარდი დოლარი, ბიჭო, 6 მილიარდი დოლარი 30 წლის მანძილზე ეგ არის, აი ნიშნავს რომ არაფერი არ დაუხარჯია აქ. აი გროშებად გაინაღდა ბაზა რუსეთის საზღვარზე, რომელსაც შეიძლება რუსეთთან ომი მოუწყოს და შემდეგ რაღაც 100 წლის თუ რაღაც საუკუნეებისაც შეიძლება მანძილზე ამ ხალხს ემახსოვრება, რომ ძალიან სისხლიანი ომი ქონა რუსებთან, შერიგებას აღარ დაექვემდებარება და ბუნებრივი მოკავშირე ეყოლება ამერიკას ჩვენი სახით რაღაცა გროშების 30 წელი ერთი ბაზა ჭირდება მაგდ. აი ერთი. არა, ეგ ერთი ესკადრილია. სტრატეგიული ბომბდამშენი B2 სპირიტის ესკადრილია. ღირს უფრო ძვირი ვიდრე საქართველო. მთელი საქართველო. ამერიკას უფრო ძვირი დაუჯდა ვიდრე საქართველო. ხო და მაგ პირობებში ამერიკის ინტერესი გეოპოლიტიკური არის ეს. წყობრად მიყვება თავის გეოპოლიტიკურ ინტერესს. ბიჭო, აგერ რამდენი წელი უკვე 10 წელია ხელისუფლებაში ხართ. არა თუ სიტყვა რო არ დაგცდენიათ ამაზე, ამომრჩეველი არა თუ კი არ გააფრთხილეთ ხალხო, იცით რა, ამერიკის ინტერესი ისეთი ჩათლახურია, რომ შეიძლება ნაცები დააბრუნონ და ომში შეგვათრიონ. არა თუ სიტყვა არ დაგცდენიათ. საკითხს აყენებდით ისე, რომ ამერიკის დირექტივებს ვინც ეჭქვეშ აყენებს, ის არის მოღალატე და რუსეთის აგენტი. მან ხო შენ შექმენი პოლიტიკური ფონი და განწყობა შენ სამომრჩეველში პირველ რიგში, რომელიც გისმენს, რომელიც ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა ამერიკის ხრიკების და გეგმების მიმართ, დაცვის მექანიზმები არ ქონია, იმიტომ რომ ატყუე, რომ ამერიკა კარგისმეტი არაფერი არ უნდა და უცებ გაირკვა, რომ ცუდები უნდა და უცებ რომ გამოვარდნენ ომში ომის მოწყობის მომენტი რო გიდგას, საფრთხე რო გიდგას, მაშინ გამოვარდე რაღაცებს ლაპარაკობ. ცოტა ძალიან მოწყვლადია მაგ მომენტისთვის ამორჩეველი, რომელიც არ მოამზადე. ანუ ომის საფრთხე ამ ქვეყანას ხომ არ გაუჩალიჩა იმ ნაწილმა პირველ რიგში, რომელსაც 10 წელი საერთოდ არაფერი არ ილაპარაკა. ეხლა ის რომელსაც იცოდა და არ ილაპარაკა. ეხლა ნაცები პირდაპირ გეგმა აქვს, თქვა თუ ნაცები მაგას კი არ დანობენ, ხვალვე უნდათ ომი მოაწყონ, მაგათ ეგ გეგმა აქვს და ეგენ თავის გეგმას მიყვებიან ბოლომდე, მაგრამ შენ თუ ეგ არ გინაო, 10 წელი რო ატყუე და პირდაპირ არ ილაპარაკე, რომ ხალხო ფრთხილად იყავით. ამათ შეიძლება ომი გაგვიჩალიჩო. კარგი, აი რაღაცებს აი ლავირებდი დაუშვათ და პირდაპირ არ ამბობდი. დაუშვათ. თუმცა ლავირებაზე მე კიდე ცალკე ვილაპარაკებთ, რას ნიშნავს ლავირება და რამდენ მავნებლურია ამ სიტუაციაში. მაგრამ ბიჭო, რაღაცა რა სპეცნაზობდი და იმ ხალხს, რომლებიც ღიად ლაპარაკობდნენ, რომ ეს საფრთხეებია, იმათ მაინც რას უტევდი გამწარებული. აი იმაზე არაფერი არ გეთქვა. არც ცუდი, არც კარგი არ გეთქვა. თუ კარგი გინდოდა და რაღაცებს ვერ ლაპარაკობდი დაუშვათ, ლავირებდი. ბიჭო, არაფერი არ თქვა, ხალხი რო ამბობს, რომ ესენი ომში შეგვათრევენ. რევოლუცია უნდა და მე იმისთვის უნდა რომ ომში შეგვიყვანონ და მოღალატეს ეძახი, შენი ტელევიზიები ეძახიან მოღალატეებს. და მთელი შენი მექანიზმი, მთელი შენი მანქანა უტევს, ხო?
მაგას რისთვის აკეთებ თუ კარგი გინდა და თუ მართლა ეხლა ჩემ პირადად არ დაგემუქრა საფრთხე და მაგიტო არ ალაპარაკი ამ ზოგადად აი არის ერთი წესი რომელიც მუშაობს ყოველთვის აი უნივერსალური წესია მნიშვნელობა არ აქვს ეს არის პოლიტიკური სტრუქტურა ეს არის რაღაცა ფირმა სკოლა არის საგანმანათლებლო აი ადამიანების ჯგუფი რაღაცა ორგანიზებული ფორმით სადაც არსებობს ყველგან მუშაობს ერთი და იგივე წესი თუ არ არსებობს მექანიზმი რომლის მიხედვითაც ადამიანი რაღაცას აფუჭებს მაგის გამო ისჯება ანუ პასუხისმგებლობის მექანიზმი თუ არ არსებობს მაგეთ სისტემას დედა აქვს ნატირები შეუძლებელია რომ ეგეთ სისტემა არ დაიშალოს ანუ დანაშაულს თუ სასჯელი არ მოყვება და ამ კუთხით ახლა ქართულ პოლიტიკურ სისტემას რო შეხედო აი ეს განცხადება არის მართლა ქრესტომატიული მაგალითი იმისა როგორ არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი როცა ადამიანი გამოდის და გეუბნება რომ 3 წელია ვიცოდი რომ დასავლეთი ცდილობდა აქ სახელმწიფო გადატრიალებას და ჩვენ ომში ჩათრევას და თან იგივე ადამიანია ვინც ეს 3 წელი ყველაფერს აკეთებდა დასავლეთის პიარისთვის აქ და ამას იმ განწყობით გეუბნება რომ პირიქით მადლობა მითხარი მე ახლა ეს რო ვთქვი ისე კი არა რომ აი თავზე ნაცარი დაიყარა და გამოვიდა და აი მუხლებზე დავარდა და ხალხო მაპატიეთ რომ მე ესე ცუდად მოვიქეცი თქვენ მე ძალაუფლება ჩამაბარეთ რომ ქვეყნისთვის მიმეხედა მე ვიცოდი რომ ქვეყანა საფრთხეში იყო და 3 წელი სიმართლე არ გითხარით მაპატიეთ აი მივდივარ პოლიტიკიდან იმიტომ რომ ესე გავაცრუეთ თქვენი იმედები აი მამისი მოლოდინი ხო გაქვს რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკაში ავიღე ეგ რას გულისხმობს ახლა რომ რაღაცა დაგეტყოს ხო და რაში დაეტყოთ ამათ პასუხისმგებლობა ანუ რაში გამოიხატა ის პასუხისმგებლობა რომ 3 წელია იცოდი რომ გადატრიალებას გიკეთებდნენ ომში უნდა გაეძრე არაფერს არ მეუბნებოდი და ეხლა გამოხვედი მეუბნები და მე რა ხდება არაფერი არ ხდება და მან უნდა ითქვას შემდეგი რომ აი ეს 4-ეული ვინც არის და დანარჩენი ოცნება ამ გაყო ხა ესენი ისე საბავშვო ბაღი ხო არ არის მართლა ხა ისე ხო არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს რამე სხვადასხვა ძალა ანუ ოცნება ამ ოცნებამ რო დააყენა იქ ვიღაც ახალგაზრდა კამსამოლები და ჩვენ ევროკავშირის რაღაც ევროსაბჭოში პრეზიდენტ რაღაც ნახევარი წელი რაღაც ფუნქცია გვაქვს და ამღერეს და რაღაც ქართული ამბანი ბრუსელის ტრამვაიზეა რაღაც სიგიჟეები აკეთა და ევროპა არის ჩვენი სახელმწიფო იდეა ევროპაში რო შევიდეთ მაგიტო ვარსებობთ საერთოდ ეგ პოლიტიკა ატარა მთელი თავისი მმართველობის პერიოდში და ეხლა საქართველოს ომში შეთრევის პერიოდი რაც არის ათობით ათასი ადამიანი რო გამოვიდა ევროპას ენაცვალოს ჩემი თავი განწყობით იმ აქციაზე და ესე რო გამოვარდა და ჩვენი ხალხიც მან დიდგავთ ან ეგრო ილაპარაკეს ბიჭო მაგ დასავლეთს თუ უკეთებ არის იმას თუ ამბობ რომ შენი ხალხი მან დიდგა ეხლაც თუ იმას ამბობ რომ დასავლეთში მიდიხარ რა ელჩი ვამხილეთ და საელჩოზე ყველაფერს ვიტყვი და მაგათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდა კაცო დასავლეთი თუ გინდა მაშინ უნდა შეხვიდე იმ ომში რა ფარდა ავხადე მაგ კუთხით კიდევ ხო მაგ კუთხით ოპოზიცია რა პრეტენზიასაც უყენებს ამათ ხო უფრო ლოგიკურია იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ამბობს რომ ამერიკა საქართველოში გადატრიალებას აპირებდა და ომში ჩათრევას და მერე ამბობ რომ თან მე დასავლეთე ხარ ეგ რაღაც სიგიჟეა კაცო ეგ არის შეუძლებელი მაშინ თუ მე დასავლეთე ხარ დადექი ნაცივით და იყვირე რომ რასაც ვაშინგტონი მოითხოვს ის არის ჩვენი საფიცარი და ის არის ამოცანა ნომერი 1 და თუ სიგიჟეს და სუიციდს გთხოვს დასავლეთი მაშინ მაგას სახელი დაარქვი და თუ ეს არ არის საკმარისი აი შენ ხო თქვი რომ ცუდი უნდა ჩვენ მიმართ მაგრამ მე მაინც მიყვარს დასავლეთი მაშინ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაისვას აი ამ ხალხის მიმართ და ძალიან გთხოვთ ახლა ჩვენ ჟურნალისტებს ესენი არ ეწერებიან და არც მოდიან ჩვენთან გადაცემებში მე მგონი ეს 4-ეული არის ეგენი ეწერებიან თუ ჩაეწერებიან მაშინ თხოვოთ ჩვენ ჟურნალისტებს რომ დასვან ეს კითხვა და ვინც პირადად ისნობთ აი დავსვით კითხვა რომ ეს რაც თქვენ მოყევით
თუ არ არის იმის საკმარისი რომ დასავლეთი შეაფასო როგორც მტერი გეხვეწები მომიყევი აი თეორიულად რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა რომ შენ გამოხვიდე და თქვა რომ დასავლეთი გტრობს აი ეს როგორი საკითხია ეს სინამდვილეში არ უნდა იყოს მხოლოდ 4-ეულის წრილში რა ეს არის ჩვეულებრივი ქართული ოცნება იძახის რომ მან ყოველთვის იცოდა რომ ის ჩართრევას ცდილობდნენ ამერიკიდან ომში და უბრალოდ ტყუოდა იმას რომ ამერიკა კარგია ანუ მინიმუმ აი რაც აღიარება რაც მოხდა ქართული ოცნებისგან არის ის რომ 3 წელი ატყუებს ხალხს 3 წელი ტყუილებს ლაპარაკობს ხო ეს ხო ეხლა ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამას აი ეს ითქვა აი მოკლე შინაარსი ამისი ეს არის ხალხო 3 წელია გატყუებთ რომ ამერიკა კარგია სინამდვილეში ჩვენ ოღონდ თან რაზე გატყუებთ იცი იმაზე კი არა რომ აი სადღაც სკვერი უნდა გაგვეკეთებია და არ გავაკეთებ არა ხო აი რომ დაიღუპები ისეთი რაღაცა არა მოკვდები აი შენ ოჯახს და შენ შვილებს ბომბი თავში დაგეცემა თუ არა მაგაზე გატყუე 3 წელი მაგაზე გატყუებს 3 წელი და იქამდე როცა მიდგა საქმე რომ აი მასანქცირებს ამერიკა მე უკვე აღარ გატყუებ. აი ეს ხო მოხდა ახლა აი რამეს ვამატებ, აი რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია გავაკეთე. ჩვენ მოვიგონეთ. აი ხო ეს მოხდა, კაცო. და მე მაინტერესებს რა იცი? აი ამ სიტუაციაში რა არის ის კომპონენტი, რომ აი ამას იგებს ადამიანი და მაინც ოცნებისტი. ეგ ხო მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ აი ეხლა რაც მოუყევი ეს სიტყვა კაცო და იქიდან ითქვა ისეთი რიხით ოცნების მხრიდან რომ აი რა კარგი კაცი ვარ ეს რო რაღაც რა ამ ხელა გმირობას ვაკეთებ ხო ეგეთი რიხით ითქვა ხო და აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეხლა ავხსნათ კარგად რანაირად ახერხებს ამის გაგონებისას ადამიანები ბევრი მოდი გავაჟღერებ მე არგუმენტს რითიც ხსნიან და მე ახსენი შენ ეგ რა არის ანუ არგუმენტი არის ესეთი ოცნება არის ჭკვიანი იმიტომ რომ ყოჩაღად ლავირებს ცოტა აქეთაც არის ცოტა იქითაც არის თავიდან ეგ ვერ ითქმებოდა ეხა ცოტა დაუძაბეს მაგრამ ნახე რა ჭკვიანია ეს 4 კაცი გამოყვეს ამიტომ თვითონ ოცნებაზე ვერ შეუტევენ და აი ძალიან აი მელაკუ და რაღაც გველივით ბრძენი ლავირების ტაქტიკა როგორი ბრძენია ქართული ოცნება აი ესეთი დავამატებ აი არგუმენტაცია ლავირებს იმიტომ რომ მანამდე ეგ უფრო სახიფათო იყო, აი დასავლეთის შემომტერება სახიფათო იყო, ამიტომ პირდაპირ ვერ ეტყოდა ხალხს, რომ დასავლეთი ჩათლახია და დაღუპვას გვიბზადებს დასავლეთი, მაგას პირდაპირ ვერ ეტყოდა, ილავირა და ეხლა დაიწყო ლაპარაკი. ეგ ის ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრთხე შემცირდა. ეს სიტყვა უნდა არ ვიცი რა უნდა ვივარაუდოთ, მაგრამ აზრი არის ეგ. პირდაპირ მაგას ამბობენ ხოლმე, რომ პირდაპირ თავიდანვე ხისტად ვერ იტყოდა, იმიტომ რომ დასავლეთთან დაპირისპირება იყო სახიფათო. ამიტომ დასავლეთის სიჩათლახეზე ღიად ვერ დაიწყებდა ლაპარაკს. ამიტომ ილავირა, ანა მაგის. ილავირა და გამოილავირა აქამდე. მართლა ეკითხვა რომ საფრთხე შემცირდა თუ რა ხდება ეხლა, რატო მოუწიეთ ეხლა ლაპარაკი იქნებ ჯობდა მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რომ მე რაც აღწერე ლავირებაში რომ გამოლავირდა ეს 4 ადამიანი დაისვას კითხვა რომ რა მოხდა ისეთი ფუნდამენტური რა საკრალურ რა წმინდათა წმინდა ღირებულებას დაადგა საფრთხე რომ 3 წლის წინ რო იცოდი რომ ომში შეიძლება მოხვედრილიყავი და გადატრიალებას აკეთებდნენ მაშინ ვერ ამბობდი და ეხლა ამბობ კიდე დავამატებ რა აი ეგ ყველაფერი ეგ შეხედულებები არსებობს და თან კიდე წარმოუდგენია რომ აი ოცნებას რაღაცა უკვე დალაგებულია რაღაცა მოგვარებულია სინამდვილეში ყველაფერი კაცო არის ეს არის დიდი თამაში ხალხო თქვენ რებს ლაპარაკობთ აი ესეთი ეს რო ითქვა უკვე ეგ რაღაც სუპერ უდარია და
ას ლაპარაკობ და დალაგებულია კაცო მან ყველაფერი და ოცნებას აქ გაწერილი გეგმა და ნელ-ნელა მიყვება მაგ გეგმას. აი ეს არის რწმენა. ეს ჩვეულებრივად არსებობს ეს რწმენა და აი ამაზე კარგად უნდა ავხსნათ ახლა. ეს არის რწმენა რა მიზეზითაც ადამიანი როცა ისმენს ტექსტს რომ 3 წელი გატყუებდი შენ რო კლავდენ შენი მოკლა რომ უნდათ რომ მოკვდებოდი მაგას გიჩალიჩებდნენ და მაგას არ გეუბნებოდი 3 წელი 3 წელი ვისაც უნდათ შენ მოეკალი ვინც მაგას იმის პიარით ვიყავი მე დაკავებული და მაგას გეუბნებოდნენ იმათ ტისკავდი 3 წელი და ვინც მაგას გიჩალიჩებდა იმათ ვაპიარებდი 3 წელი მაგრამ ეხლა გამოვედი და გითხარი იმიტომ რომ იმან მე დამარტყა აი ეს რო გაიგო ადამიანმა და ენთუზიაზმი ყველაფერი კარგად არის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ეს რო ჩათვალა ეს არის აი თავარი პრობლემა რატომაც კიდე შეიძლება გაგვიჩალიჩონ ომი რატომაც არ გამოსულვართ სინამდვილეში არავითარი საფრთხიდან არის აი ესეთი რწმენები კაცო აი პირდაპირ რაც ხდება მანდედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები კაცო არაფერი არ არის დალაგებული ანუ რაც ხდება კიდე ერთხელ რა აი უფრო მარტივად კიდე აი ძალიან პრიმიტივამდე ანუ მოვიდა შენთან ვიღაც ადამიანი და გეუბნება შენ მეზობელს შენი მოკლა უნდა 3 წელი ამზა აი რაღაც იარაღი შეიძინა რაღაც ამოთხარა ორმო სადაც უნდა დაემარხე ეს 3 წელი მე ვიცოდი რომ იმას შენი მოკლა უნდა არაფერს არ გეუბნებოდი პირიქით აი შენთან რომ მოვდიოდი ხოლმე და რო გიყვებოდი რომ რა კაი კაცია შენი მეზობელი მაგ დროს მე ვიცოდი რომ ეგ ხდებოდა უბრალოდ ეხა მე და მაგ მეზობელმა ვიჩხუბეთ ერთმანეთთან და ეხა მოვედი და გეუბნები რომ როიცოდე 3 წელია შენი მოკლა უნდა და აი ეს ეხა მოისმინა ვიღაცა და ჩათვალა რომ რა კაი კაცია მაგას ამბობ ხალხს გონია ეგ ვერ წარმოუდგენია ხალხს ეგ თლად როგორი რაღაცა იცი ხალხს წარმოუდგენია რომ პოლიტიკოსები აი ახლა ეს საქართველოს ხო არიან ახლა რაღაცას და ის გათვლილია და ვერ წარმოუდგენია ახლა რომ რაღაც მაგდენზე არ დაფიქრდებოდნენ ახლა და წარმოუდგენია რომ რაღაცა დიდი ხანია მაგაზე იფიქრეს რა პოლიტიკა უნდა გატარებულიყო საქართველოში ყველაფერი გადახარშეს და ახლა ნელ-ნელა ჩუმჩუმად ლავირებით ატარებენ და ეს ლავირებაც ხო კაი სიტყვაა ლავირება სინამდვილეში არის ტყუილი ანუ ტყუილს ლაპარაკობს და მაგას ქვია ლავირება აი ვიღაცას რო მაგრამ ეგ უნდა აიხსნას რომ ეს აი ეგ წარმოდგენა არსებობს მართლა რომ ესენი რო ლავირებდნენ და მაშინ რაღაცებს პირდაპირ არ ასახელებდნენ და ეხლა რო დაიწყეს დასახელება იქნება ეგრე ჯობდა მაშინ პირდაპირ არ გამოდიოდა ეხლა პირდაპირ უკვე დასახელება გამოდის იქნება ეხლა ეგრე ჯობდა და ეგ უნდა აიხსნას რომ შენ რაღაცებს რო არ ასახელებდი როცა ომის საფრთხე შეიძლებოდა დამდგარიყო და ომში შეეთრიათ ქვეყანა და პირიქით ისეთ განწყობების ფორმირებას ახდენდი რომ დასავლეთი რასაც იტყვის ეგ არის სიკეთე და იყავი პროდასავლელი შემოამორჩეველო და ვინც კი სხვანაირად ფიქრობს მოღალატეა მაგრამ განწყობების ფორმირებას რო ახდენდი და ომი რო დაიწყო ანუ ხვალ რო შეიძლება შეგათრიონ ანუ მაშინ ომი არ იყო ანუ მაშინ გაჭირდებოდა ხვალ შეგათრიონ ომი რო დაიწყო მერე რო გიწევს უკვე ღიად რაღაცების ლაპარაკი ეგ ლავირება კი არ არის ეგ არის სიდებილე იმიტომ რომ ეგ არის მოვლენა სადაც შენ ატყუე შენი ამორჩეველი და დატოვე მოუმზადებელი განწყობები არ შექმენი საზოგადოებაში იმისთვის რომ ომში შეთრევის წინააღმდეგ ვიღაცა მობილიზებული ყოფილიყო არსებულიყო საზოგადოებაში ის გეოპოლიტიკური პოზიცია რომელიც საკმარისად ანტიდასავლური იქნებოდა იმისთვის რომ დაპირისპირდებოდა ამ მოვლენებს. მოდი ახლა მე ეგ არ ჩამოაყალიბეს. ეშმაკის ადვოკატის ფუნქციას შევასრულებ და ესეთ დავსვათ კითხვას რომ ანუ ჩვენც ვამბობთ რომ დასავლეთის პოზიციები ზოგადად გლობალურად და ჩვენ რეგიონში სუსტდება.
ხო არ არის აქ ის მომენტი, რომ ქართულ ოცნებას მაშინ მეტი საფრთხე ჰქონდა დასავლეთისგან, ეხლა მიხვდნენ, რომ დასავლეთი ძალიან დასუსტდა და მართლა როგორც ეხლა ჩვენ ეხლა რაღაც დამცინავი ფორმით აღვწერდით, ეგება მართლა აი ილავირეს და როცა მიხვდნენ, რომ ძალიან დაერხა ამ დასავლეთს, მერე გარისკეს სიმართლის თქმა. კი, ერთი პრობლემაა მაგ ყველაფერში. აი მაგ თეორიას რა მაგ თეორიას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. თუ კი შენ წინასწარ იცი, რომ დაგიდგება ეტაპი, როცა პოლიტიკა უნდა შეცვალო და უნდა გადაიყვანო სხვა მიმართულებაზე მთელი ქვეყანა, ხო? ამას ხო მუშაობა ჭირდება. ეგ ხო ესე არ ხდება, აი დღეიდან ხო სხვა პოლიტიკო, ხალხი ხო არ ხდება რა. შენ ესე იგი უნდა გეგმის მიხედვით, მართლა გეგმა. აი ხალხს რაც ვერ წარმოუდგენი, მაგიტო ვერ წარმოუდგენი, იმიტომ რომ ლოგიკურია ასე იქნებოდა. თუ კი ამას მოლოდინი ხალხს აქ ეგრე უნდა ხდებოდეს, გეგმა უნდა იყოს. მოლოდინი სწორია. სწორი მოლოდინია ხალხს ის რომ თუ კი ასეთ რაღაცას იძახი, ესე იგი ამას მიყვებოდნენ ყოველთვის. რაღაცა გეგმა ქონდა. რაღაცას გეგმა ქონდათ და უნდა ეკეთებინათ ასეთი რომ თავის ტელევიზიების მეშვეობით, თავისი აზრების მეშვეობით, ანუ აზრებს რო აჟღერებს, ექსპერტები ვინც ყავს, სტიკერები, მათი არასამთავრობო ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებებით უნდა ისეთი ფონი შეექმნათ, შეემზადებინათ ის, რომ დასავლეთი არ არის მთლად ისეთი სანდო. ხო, ანუ ისეთი სიკეთის განსახიერება, როგორც ყველას წარმოუდგენია და ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ მათ აკეთეს სრული საპირისპირო. ფაქტია, რაც ჩვენ დავინახეთ, ფაქტია, რომ მათ თქვენს რომ ვიცოდით და იმათზე ვიმუშავოთ. 3 წელი ის ვაკეთეთ ახლა, მეტი არაფერი არ უკეთებიათ, ხო? ხო, ანუ მე მანდ კითხვა ჩდება შემდეგი რა, ნახე. დაუშვათ გეგმა იყო მართლა მასეთი, რომ რაღაც ეტაპზე ფიქრობ, რომ ჯერ მზად არ ხარ, დასავლეთი საკმარისად არ დასუსტებულა და მზად არ ხარ მასთან დაპირისპირებაში შეხვიდე, ამიტომ რაღაცებს ლავირებ. მაგრამ ნუ რაღაც ეტაპზე დაინახე, რომ უკვე დასუსტდა დაუშვა და ეხლა გადადიხარ კონტრშეტევაზე. 3 წლის წინ უკვე იცი, რომ დასავლეთმა საკმარისად გააცნობიერა, რომ შენ შესაძლებელი ხარ, რომ რევოლუციას გიწყობს. 3 წელი. სინამდვილეში უფრო ადრეც იცი. ხო, სინამდვილეში ახლა რას წაღიარებ 3 წლის წინ, თორემ მან დამბობე, რომ როგორც ხდებოდით 2008 წელსაც ეგ მოხდა და მას შემდეგ ეს არის პოლიტიკა, ხო? ანუ მინიმუმ 3 წლის წინ უკვე იცი, რომ დასავლეთმა საკმარისად გააცნობიერა, რომ შენ შესაძლებელი ხარ ნაცებით და ომია გასაჩაღებელი. მან ვერაფერს ისეც ვეღარ გააკეთებ, აი ეს 3 წელი გრძელდება რევოლუციების თეორია, ვერაფერს ისეც ვეღარ გააკეთებ, რომ შენ მოგიწონოს დასავლეთმა და დაქტოვოს ნაცების სანაცვლოდ, იმიტომ რომ როგორც შენ ამბობ, დასავლეთის ამოცანა არის ომი და შენ ეხლა ომში არ შედიხარ. ასეთი ვიღაცა ხარ, ხო? ეხლა მაგდენი სიდებილი არ უნდა წარმოიდგინო დასავლეთზე, რომ ეგ მოატყუო და ეგეთი რაღაცას ვერ ხდებოდა. ზოგადად დასავლეთზე მაშინ შენი რიტორიკა არ უნდა წარმოიდგინო ყველაფერს ზუსტად. მაშინ შენი რიტორიკა ხო უნდა გამოხატავდეს. შენი რიტორიკა უნდა გამოხატავდეს, რომ კი არ ძაბავ, კი რაღაცეებს არ აკეთებ ისეც, რაზეც შეიძლება პირდაპირ კონფრონტაციაზე გადმოვიდნენ, მაგრამ მაგალითად ვიღაცები რომ სიმართლეს ლაპარაკობენ, იმათაც ახლა ხმას არიღებ, არ უწევ. მაგალითად იმედზე. ხო არ შეიძლება რომ ხალხი რომელმაც გააცნობიერა, რომ დასავლეთი აქ გადატრიალებას და ომში ჩათრევას აპირებს და აკონტროლებს საქართველოში ყველაზე დიდ ტელევიზიას, სადაც როგორიც გინდა ისეთი სარედაქციო პოლიტიკა გიქნებოდი გულზე ხელი დავიდოთ ეგრეა, ხო? არავის ხო არ წარმოუდგენია, რომ ხა იმედი იმას გადასცემს, რაც უბრალოდ ჟურნალისტს მოუვიდა გულში. ხო, რაც ოცნებას და იმას გადასცემს იმედი. აი, ამ წლების მანძილზე რატო იყო რომ მაგ შენ საინფორმაციო საშუალებაში უკიდურესი პროდასავლელობა იყო, რაღაც LGBT აქტივიზმი
და კონსერვატიული ფლანგის გაშავება. ხო, აი რატო, აი სად ჯდება ლოგიკა თუ შენ მერე იცოდი რომ ამ ლავირებაში მოგიწევდა დასავლეთიდან დაპირების პირობებში. ეს განცხადება რისთვის იყო საჭირო? აი განცხადება ვაჩვენოთ და მე გავაგრძელოთ ლაპარაკი. თუ შენ უბრალოდ ლავირებ და მომენტს ელოდები, იცი რომ უკვე გამოგაცხადეს პრად რევოლუციას გიწყობენ, რაღაცა ერთი სული აქვს რომ მოგასპონ მანდედან და აი ეს განცხადებები საერთოდ არ თქვა, არაფერი არ ილაპარაკო. კი რაღაცა რა ვიცი ილავირე, მაგრამ აქეთ ვიღაცებს ნუუტე, ხო, იდეაში. მოდი აი მოусმენ. არ შემიძლია არ შევეხო ახლა დაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვა-შეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან. ხვალ რომ საქართველოს რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებ თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში? საქართველოს სიტყვის თავისუფლებას და პარტიული არჩევანიც ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ესე იგი ეს პრობლემაა. დღეს ერთობა ისე როგორც არასდროს ჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, წერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი და მგონია რომ ეს ასია, არ უნდა დავაკლოთ. მოდი ახლა მეც მაქვს ამ ადამიანთან კითხვა, ხო? ანუ კითხვების რეჟიმი თუ არის აქედან შეიძლება ახლა კითხვა დაისვას რომ თუ ახლა აი მაგას რომ გამოდიხარ და რიხით ამბობ მაგ მომენტში იცი რომ დასავლეთს უნდა შენი შეთრევა ომში საქართველოს განადგურება გადატრიალება ვიღაცებს რომ აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ იმ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა და თბილისი რომ მარიუპოლს დაემსგავს აი ეგ იცი და არ ამბობ და მაგას არ ამბობ და მე მიტევ მე ვამბობ მაგას და მე ვამბობ და მაგის გამო რუსულ პროპაგანდას მეძახი რიხით მეუნები რომ საქართველოს რუსეთის ომი რო დაიწყოს რასიზამო რო იცი რომ მაგომს გვიჩალიჩებს ის მხარე ვის მზესაც შენ ფიცულობ ხო ანუ შენ თვითონ თქვი რომ მაგ დროს იცოდი ხო ეგ რა სპორტი არის ანუ ეგ რა მოვლენაა ეხა უყურე ამათი სინამდვილეში ამათი ფსიქოლოგია ხო ძალიან პრიმიტივი ეხა სინამდვილეში ვიტყვი აი მომავალს კიდე ხო ჩვენი სპეციალობა ხო ეგ არის აი წინასწარ ვიძახით ხოლმე რა მოხდება ეხა ხო ძალიან მორალურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული ოცნება არაფერი გათვლილი არ აქვს არაფერი მოგვარებული არ აქვს დაასანქციეს და ლავირება კი არა ერთი ადგილის თამაში დაიწყო ხო და ესეთ სიტუაციაში რა აღმოჩნდა ეხლა რა მოუწევს გეტყვი აი ჩვენ რას ვლაპარაკობთ 3 წელია ხო მაგის ლაპარაკი მოუწევს დაიწყეს უკვე ხო ძალიან მორალურად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან მაგალითად ჩვენთან მიმართებაში იმიტომ რომ რავი რასაკეთებდი აქამდე ხო და მაგის გამოსავალს რას მოიფიქრებენ იცით ესენი სამაგიეროდ ესენი რუსეთის მხარეს იქნებიან და ჩვენ კიდე ქართული ისა ვართ პატრიოტები ვართ აი მაგაზ ეხა სინამდვილეში ესენი ეცდებიან ამ აზრის გატარებას რომ ჩვენ ვართ პატრიოტები პატრიოტული მიზნებით ერთი ადგილი ვათამაშეთ მანამ დაამასანქცირეს მაგრამ ესენი გაყიდიან ქვეყანო აი მაგას შეეცდებიან ესენი ხო ვიცი ახლა უკვე ქართულ ოცნებას რახან მოუწევს ალტ-ინფოს ტექსტების საუბარი თვითონ ალტ-ინფოზე ხო უნდა მოახდინოს შეტევა რომ ეხა აქამდე რასაკეთებდი კითხვას რო დაუსმევ ეხა ამიტომ მართლა იტყვის რომ შენ რუსეთის კაცი ხარ ბიჭო მე თუ 3 წელი ვამბობდი სიმართლეს და შენ ჩუმად იჯექი საქართველოს კაცი ყოფილვარ მე და შენ ვისი კაცი ხარ ვერ გაგიგია შენ თვითონ იმიტომ რომ 3 წელია ყვიროდი რომ ამერიკის კაცი ხარ და ეხა ისეთის ლაპარაკს იწყებ რომ ყველა იწყებს საუბარს რომ რუსეთის კაცი ხდები და მე საქართველოს კაცი რო არ იმით ირკვევა რომ 3 წელია შენ რასაც ხალხს უმალავდი მე ვეუბნებოდი ღიად საერთოდ აი თავის იქით არაფერი არ აღარ ამერიკის კაცი რა საქართველოს კაცი აი სინამდვილეში აი უბრალოდ ყველაფერი გააკეთეს რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ მანამ იქამდე არ მივიდა საქმე რომ
არა ქუდი რატო გახურია ჩამოდი ძალაუფლებიდან მანამდე არ მიუვიდა საქმე ყველაფერი იკადრა და ბოლოს ეგრე ჩამოღება რომ დაუწყეს არ ვარგებულა თურმე ამერიკა ხალხი აღარ მომწონს ამერიკა და აი ისეთი პატრიოტი ვარ თქვენს გამო მე შევინარჩუნებ ახლა ძალაუფლებას აღარ გვინდა დასავლეთი და ასე ჩემს იმედზე იყავით ანუ ესეთ რაღაცამდე ხომ ჩაიგდოა რას თავიდან ეხლა ძალიან წამგევიან აი რატო გააქტიურდნენ ჩვენს წინააღმდეგ ერთ-ერთი ახსნა ერთ-ერთი მიზეზი არის ეს სინამდვილეში უნდათ აი ეს პოზიცია რომლის დაკავებასაც ეხლა ცდილობენ იმიტომ რომ აქამდე ტყუილები ილაპარაკეს ეხლა რა პოზიციის დაკავებასაც ცდილობენ მაგ პოზიციის კონკურენტების განთავისუფლება უნდათ და აი ცოტა რანაირი მოცემულობა აი გავიგე კაცო ყველაფერი ის მიდგომაც სრულიად ვეთანხმები რომ აი ნუ ჯანდაბას კაცო განთავისუფლო ყველაფერი ოღონდ საქმე გააკეთონ აი არ არის პრობლემა უფრო მეტად აი კიდე შმაკის ადვოკატის ფუნქციაში ვსვლა აი ვიღაც საშუალო სტატისტიკური ოცნების მხარდამჭერმა რო შეხედოს ამ ყველაფერს და როგორი თქვა იცი რომ კაი ბიჭები ხართ თქვენ 3 წელი კი ეხა სიმართლეს ამბობდით მაგრამ ნუ ეხა ქვეყნისთვის ეგრე ჯობია აი მანდავა მოდი ეხა რა აცალეთ რა რატო უყენებ პრეტენზიას ოცნებას ძლივს დაიწყო ამერიკის ელჩის კრიტიკა ხო ეგეთი პოზიციაც არსებობს რომ აი კი ბატონო კაცო რავი ასე ლავირება დაარქვეს ერთი ადგილის თამაში და ბოლოს რავი რა გინდა კაცო ხო დაიწყეს საქმის კეთება ეხლა რაღაცებს მაგრამ რაშია საქმე მთელი პრობლემა იმაშია რომ აქ კონკურენცია კი არ ხდება რაღაცა არჩევნებში ვინ რა პროცენტს აიღებს ეს პრობლემა კი არ უდგას ქვეყანას აქ კაცო ომში ჩართვის პრობლემა ხალხო რა კონკურენცია და რა ლავირება აქ ეხლა სინამდვილეში ასეთი ქმედებების გამო ომში ჩათრევის საფრთხე არის ძალიან დიდი. ეს არის პრობლემა. ეგ არა ის რომ აი ამან ილავირა. რაჭკვიანი მეტად არის ასე და ეხლა ლოგიკური მომენტი იქნება რომ კაცო თქვენ ხო ამას ამბობდით. ცოტა ხო დაიწყეს ეხლა მაგის ლაპარაკი და რატო გაიზარდა აბა ომში ჩართვის საფრთხე? ხო, კი არ გაიზარდა ომში ჩართვის. ომში ჩართვის საფრთხე არსად არ წასულა. ანუ მე არ ვიძახი რომ ომში ჩართ ამითი გაიზარდა. მე ვიძახი იმას რომ ამათი გაგრძელება აი холод აი ესეთი განცხადებების კეთება რომ холод პირადად მისთვის არის უსაფრთხო და ქვეყნისთვის საფრთხეა. აი ეგეთი განცხადებების გაგრძელება არის აღარ შეიძლება მან საკითხი არის რომ რეალური საფრთხეა. ომში ჩართვის საფრთხე რატო იზრდება? არის მან დასახსნელი ამ პოლიტიკით. აი მართლა ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკა, რომელსაც ესენი ეძახიან ლავირებას, რატო არის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნისთვის? ეგ უნდა ავხსნათ უფრო დეტალურად. რაში არის პრობლემა? თან არის ეგეთი გამოთქმა ცნობილი, რომ ვინც არ სწავლობს ისტორიას, განწირულია რომ ის გაიმეოროს. საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაიღუპა ზუსტად ესე. აი ეს ერთი ადგილი ათამაშეს მაშინაც. ლენინს ცალკე დეპეშები უგზავნეს, გერმანიასთან ცალკე რაღაცა პაქტები აფორმეს, ინგლისელებს ცალკე ეთომარნენ, რაღაცა თავიდან მერე კავკასიის ფედერაცია იჩალიჩეს, მე არ გამოვიდა, მე თურქეთმა დაგვარტყა ესე რაღაცა ყველაფერი ილავირეს და ბოლოს მაშინ დადგა საკითხი ეგრე რომ როდესაც აქ ომი დაიწყო ერთი მხარე არ აღმოჩნდა ერთი ამ სოფლიო მასშტაბში ვინც იქნებოდა მართლა ჩვენკენ ერთი მოკავშირე არ აღმოგვაჩნდა აი ზუსტად მაშინ ჟორდანიამ აეგეთივე ატარა რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს ძალიან ბრძენი ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკა ატარა და მაგამდე მივედით ეხლაც ხდება ზუსტად იგივე შენ როცა ამერიკის სახელმწიფოს უპირისპირდები
ისე რომ თან აქეთ რუსეთს აგინებ და თან ამას ისე ასაღებ შენ მოსახლეობას რომ რა ბრძენი ვარ ხალხო ხედავთ თან პროდასავლელი ვარ თან ამერიკისელს ვუტევ თან რუსეთთან არ ვძაბავ მაგრამ თან ნატოში შევდივარ როგორი ბრძნული პოლიტიკაა ანუ ყველას აფორმებს შენს მტრად ანუ მთელი პრობლემა ეხლა იმ ნაწილისთვის ოცნების ამორჩევლის და ქართული საზოგადოების ვინც გენიალურ არჩევანად მიიჩნევს ლავირებას მთელი პრობლემა რაც ასახსნელია მდგომარეობს იმაში რომ არ გამოვა ასეთი ლავირებით ომის საფრთხის შემცირება ანუ შენ ეხლა თუ დაგიდგა არ გეყო კეთილგონიერება რომ მანამდე დაგეწყო ვექტორის სწორად არჩევა სამწუხარო და მანამდე ატყუე ხალხი არ გეყო კეთილგონიერება კარგი რაღაც მომენტში სხვა გზა აღარ დაგწ თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმუშავა ჯანდაცვას კი ბატონო რაღაც მომენტში სხვა გზა არ დაგრჩა რას ვითხოვთ ეხლა ანუ პრეტენზია რაზე გვაქვს ეხლა ამათ თუ პირდაპირ არ დაიწყეს რაც შეიძლება სწრაფად დიალოგი რუსებთან დეკლარირებულად თუ არ დაიწყო ამათ ეხლა უკვე უნდა ქონეთ დაწყებული რაღაც გეგმა უნდა არის ვიღაცასთან იყოს ჩვენი უნდა ქონეთ კომუნიკაცია რას ქვია ეხლა ამერიკას უკვე იმის დღე დაგიდგა რომ უძაბავ და იქ არავისგან არ იცი რა პასუხი გაქვს რაზე უცებ ამერიკამ გადატრიალება რომ დაგიწყოს იქიდან საერთოდ რას პასუხობენ შეგატოვებენ თურქეთს წაართმევინებენ აჭარას და მერე დაგელაპარაკებენ თუ რა გეგმა გაქვს საერთოდ ვინმეს ელაპარაკები მაგაზე პასუხი თუ არა გაქვს ეგ არის კატასტროფა კაცმა არ იცის რა მოხდება ანუ ლატარეას თამაშობ ვერ ბედავ იმიტომ რომ არ ჩამოაყალიბე შენ სამომრჩეველში სათანადო განწყობები იმისთვის რომ ლეგიტიმაცია ქონდა მოსკოვში დიალოგისთვის წასასვლელად იქით ვერ მიდიხარ და აქ იძულებულ კედელთან მიგაყენეს და იძულებული გაგხადეს რაღაცა ამერიკასაც უძაბო სხვა გზა აღარა გაქვს და მაგას რა მოყვება არავინ არ იცის მთელი პრობლემა ლავირების მთელი სიდებილე ასეთი გეგმის რომ აი ვილავირე ჯერ რავი კი არის ლავირეს იქით ცდილობდნენ იქ არ მიიღეს და ეხლა აქეთ მოდიან მაგრამ რომც აი ვიღაცებს ხო გონიათ რომ ძალიან ყოჩაღად ლავირებენ მთელი პრობლემა იმაშია რომ აქეთ არავინ არა და ჯერ დალაპარაკებული არავისთან არ ლაპარაკობენ არავისთან არ აქვს კავშირი არავისგან არ აქვს პასუხები რას აპირებენ ცუდად თუ წავა საქმე და რაც პრეტენზია და მოთხოვნა უნდა იყოს ახლა ქართული საზოგადოებიდან და პირდაპირ კაფიო ის კი არა კაცო რავი მაგალითად კონკურენტები კი არ არიან ესენი ჩვენი ვაიმე ესენი არ დაელაპარაკონ ახლა რაღაც კაცო ეხლავე გავარდნენ ეხლავე გავარდნენ როგორ თემა თუ ლაპარაკო რა შეიძლება სასწრაფო არა ქვეყნის თუ რამე შეგვიძლია საერთოდ რომ მაგ დიალოგის მოხდენას მაგ დიალოგის რეალობად ქცევას ხელი შეუწყოთ რავი აი ჩვენ მაგალითად ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ რომ ეგ რომელი პოლიტიკური პარტია მოიგებს იმაზე კი არ არის ქვეყანა გადარჩება თუ არა მაგაზია აი ნახე 21 წლის მაგალითი ხომ მოვიყვანი როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ეხა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ჩვენ ქვეყანას რაც დაემართა მათ შორის დიდწილად იყო ზუსტად იგივე მიზეზის გამო. ანუ რუსეთთან შევედით კონფლიქტში ისე, რომ ვის მხარესაც გადავდიოდით ბჭყალებში, იმისგან უსაფრთხოების გარანტიები და მართლა მხარდაჭერა რო არ ავიღეთ, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ სამოქალაქო ომი, ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ხალხი აქედან გაიქცა, დაგვეხოცა და 30 წელია ვართ მე მაგის შედეგებში, ხო? ანუ საქართველოს ისტორიაში ეს შაბლონი კიდევ და კიდევ მეორდება. ის კი არა რამე ახალი კი არ ხდება. კაცო, რო ხედავთ რომ ზუსტად იგივე იდიოტიზმი ხდება, რაც უკვე მოხდა რამდენჯერმე, მაგიტო გვეშინია და მაგიტო ვამბობთ, რომ კაცო, ოცნებამ ეხა რო დაიწყო ანტიდასავლური განცხადებები ისე, რომ ვერაუხსნა თავის მხარდამჭერებს და არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. ეგ არის გარანტირებული რეცეპტი ამ ქვეყნის განადგურების. და ვიღაცას თუ წარმოუდგენია ამ სიტუაციაში, რომ აი რუსეთთან რო დაიწყებ დიალოგს. რა უნდა კაცო, მოგვარდება, დაწყებით უკვე მოგვარდება. ყველაფერი ეგრე არ არის, ეგრე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ
რახან დაიწყე, ესე იგი, ვაიმე, ესენი ვინ მოსულან, აბა ყველაფერი თქვენი იყოს, ასე კი არ დაელაპარაკებიანაც. თავარი პრობლემა იმაშია, სახელმწიფოზე როცა ვლაპარაკობთ, თუ კი საგარეო პოლიტიკაში რაღაც ნაბიჯს დგავს, მაშინ გადადგმული უნდა ქონდეს მანამდე წინ ის ნაბიჯები, რაც რაშიც მივდივართ შემდეგ მომავალში, ხო? ეგ რაღაც თვალსაზრისით უკვე გარკვეული უნდა ქონდეს. ანუ ის გზა, რომელსაც ხვალ ავირჩევთ, ხო? ეგ გარკვეული უნდა ქონდეს, უკვე პასუხები უნდა არსებობდეს. შეხვედრები უკვე სახეზე უნდა იყოს. მაგრამ ისეთ რეჟიმში, რომ ანუ გადაიმტერე დასავლეთი თავიდან ბოლომდე, დაგასანქცირა და თან ისეთ რეჟიმში გამყოფა, რომ მაინც ვერ გაბედე ვერავისთან შეხვედრა და მაინც პროდასავლელობა იძახე, მასეთ რეჟიმში გამყოფა, ხო? ეგ რა გიქნა, იცი? ჩაგხსნა კაცო. მეტი კი არაფერი. ანუ მან აი ხო ან მეტი კი არაფერი არ მოხდა. ეგ ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანა, ესე იგი, რომ არანაირი შანსი აღარ დაგიტოვა. ყველა მიმართულება მოგიჭრა. მე ეგ ქენი. მანდა ესეთი კითხვა ხო არის, აი ხო კითხვებით მოგმართა მაშინ ხუნდაძე და ჩვენს კითხვების რეჟიმით ჩვენს მოკრძალებული კითხვები ამერიკა ესე იგი ომში გვეკაჩება. ომს ჯერ რევოლუციას გვიწყობს და მე რევოლუციის მოწყობით უნდა შეგვათრიოს ომში, ხო? ხო ასე. თქვენ ამას ეწინააღმდეგებით. თქვენი გეგმა რაშია? აი ამას როგორ ეწინააღმდეგე? ანუ მთელი დასავლეთი სოფლიოს ყველაზე ძლიერი გეოპოლიტიკური ვექტორი ცდილობს შეგვათრიოს ომში. რაღაცა პატარა ქვეყნის რაღაცა ძლივს რო კიდი ხართ, ეგეთი ხელისუფლება ხართ, ხანდახან შტურმებს გიწყობენ და ბეწოზე გადარჩენას ახერხებთ ჯერ კიდევ, ხო? აი გეგმა რაში გაქვთ? ვის ელაპარაკებით? რუსეთთან ლაპარაკობთ? თუ ისი იმედი გაქვთ? რუსეთთან დიალოგს აწარმოებთ უკვე? ხო, რისი იმედი, ირანის იმედი გაქვთ? ვისთან გაქვთ დიალოგი? ლაპარაკობთ იმას, რომ ლაპარაკია რუსეთთან საჭირო. აი თუ გადარჩენის შანსი არა გვაქვს. რაღაცა ხო უნდა ვიცოდეთ, არა? თუ წარმოგიდგენია, რომ ამერიკას ეგრე დაუძაბავ და მე მაინც ნატოში და ევროკავშირში შედიხარ. არა, ამათ რა წარმოუდგენიათ. აი, ეხაც სინამდვილეში, აი, ლავირებას ხო რას ეძახიან, ახლა მოდი მაგასაც ორი სიტყვით ავხსნი. რა ლავირება რას ქვია? ამერიკა ეუბნება საქართველოს პოლიტიკოსებს, რომ აჰა, თქვენ ფული და დაიწყეთ ომი. აი, როცა გეტყვით, მზად იყავით და აი დრო რომ მოვა, მაშინ მიშა როგორც იქცეოდა, ეგრე მოიქცა. აჰა, აი თქვენ ფული და დაიწყეთ, როცა გეტყვით ომი, ხო? და ყველა ვინც ანტიამერიკულ განცხადებებს გააკეთებს, ისინი ჩახსენით. ყველა ვინც პროამერიკულა განცხადებებს აკეთებს, ისინი იმათ მიეცით გზა ფართო. აი ასე ხო ეუბნება. ამათი ლავირება რაში მდგომარეობს? ესენი ეხლა გამოდიან და ხალხს ეუბნებიან. ამერიკა არის ხალხო კარგი. ვინც ამერიკულ განცხადებებს აკეთებს, იმათ აძლევენ გზა ფართოს. ვინც ანტიამერიკულ განცხადებს იმათ გატისკავენ, ხო? და ასე ამას აკეთებენ და ამითი მოაჩვენეს თავი ამერიკას, რომ მისიანია. მაგრამ აი ხო უნდა გავაგრძელოთ აი საბოლოოზე. მაგრამ ამ დროს თან ამერიკას გადაწყვეტილი აქვს უკვე რომ ეს არ ვარგა და დასანქცირებას უპირებს. ანუ ამერიკამ იცის ამერიკასთან ლავირებას აზრი არ აქვს. ამერიკამ უკვე გადაწყვიტა, რომ ესენი არიან ჩამოსაგდები ხელისუფლებით. და ეს მაგ ფონზე აგრძელებს ლავირებას. ხალხს ეუბნება, რომ ხალხო, ამერიკამ თვალცუდი არ არის. მე ამდენი ხანი რაც გელაპარაკეთ, ეგ ტყუილი კი არ გელაპარაკეთ. ეგ მართალია. უბრალოდ, ეხლა ცოტა თავის თავს აღარ გავს. ამერიკა, ხო? აი, ამაში მდგომარეობს ლავირება. ანუ ადამიანები ეხლა პირდაპირ უნდა ითქვას რა, ეხლა კონკრეტულად ეგ პოლიტიკოსები ომი თუ დაიწყება, ხო, ეხლა ნაკლებად სავარაუდო რომ ეგენი ომები. აი, მოსახლეობას შეექმნება ძალიან ცუდი დღე. აი, ვინ ხალხსაც
ომზე მიდის ვაჭრობა, აი ვისზეც მიდის ვაჭრობა, იმ ხალხს ატყუებ. მეტი ლავირება კი არ ანუ იმ ხალხს ეუბნებიან, რომ ლავირებას ქვია ამას. შენ რო შეიძლება მოკლა, შენი ოჯახი დაბომბონ და შენი ქვეყანა ნაწილებად დაშალონ, ეგ კი მოგთხოვეს, მაგრამ მაინც ამ ხალხის კეთილდღეობით ვაჭრობ, კაცო. ამ ხალხის საკუთარი კეთილდღეობის ხო, საკუთარი ინტერესებისთვის ივაჭრე აი ამ ხალხით. და ბიჭო, ეხლა ჩვენ მაგალითად აი ეგ რო გამოვიდა და იქ რო კითხვები რო დასვა, ხო? ჩვენ 3 წელია გამოვედით და ამას ვეუბნებით. რაც კი დარტყმა არსებობდა პოლიტიკური, საინფორმაციო რისკები, ყველა დარტყმა მივიღეთ ჩვენ თავზე, იმიტომ რომ ეგ გვეთქვა ხალხს. ჩვენ რა ვაკეთეთ, იცი? აი არაფერი მეტი არ გვიკეთებია, დიდად, აი არც გვინდოდა რაღაც დარტყმები. ერთადერთი რითიც დავიწყეთ, ხალხს დაუწყეთ სიმართლეს ლაპარაკი, რომ ხალხო ესე ხდება. ამერიკას ეს ამოცანა და ესე გაგვიკეთებს ბოლოს. აი უბრალოდ ამის ლაპარაკის გამო ჩვენზე იყო შემოტევა, ხო? და ეხა მათ შორის ამადგანაც ხა რავი დღემდეა შემოტევა, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე ლავირება სინამდვილეში რას ქვია ეგ პირდაპირ ლავირება ქვია შენ ხა მოსახლეობას რო აგრძელებ მოტყუებას. მაგას ქვია ლავირება, ვერც ამერიკას ვერ ატყუებ, ვერც რუსეთს ვერ ატყუებ, ვერც რაღაცა სინამდვილეში ვინც ჩახედულია, სინამდვილეში ამერიკას რა გეგმა ქონდა, ვერც ერთ ეგეთ ფიგურას ვერ ატყუებ. ერთადერთი ვისაც ატყუებ, ვინც არ იცოდა, რომ თურმე ამერიკა გრთავს ომში, მაგ ხალხს ატყუებ. ხო და აქ ისმის შეკითხვა კაცო. მე ხო ეს ხო ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ეს ხო არ შეიძლება ჩაუთვალოთ ჩვენ მათ რაღაც გენიალურ პოლიტიკურ იმათ რა ქვია, სტრიკად. აქ მოხდა მარტივი რაღაც. აი რატო გვიკვირს თან მე ვერ ხვდები. აი ეხლა ამ ადამიანებს რო უყურებ, ხო, ეხლა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე ვლაპარაკობ. კონკრეტულად ვიღაცა ადამიანი არ ვიცნობ ეხლა ვიღაცას პირადად, მაგრამ აი რო შეხედავ რა ეხლა კონკრეტულ ვიღაც პოლიტიკოსებს, ხო? ხო ეტყობათ, რომ აი რაღაცა მარტივი რაღაცა მოთხოვნილებები აქვს. და რაღაცა გაიქაჩა და რაღაცა იგზა, კაი მანქანა დაითრია და ეგაც უხებს რა ცხოვრებაში. ხო და ამ სიტუაციაში ყველაფერი აკეთა, ახურდავა ყველაფერი, მთელი ქვეყნის ინტერესები, აი ხალხის ბედი ახურდავა იმაში, რომ აი თვითონ ხო გაიქაჩა. აი ეგ არ დაეკა. და ეხა სინამდვილეში მაგას შეექმნა პრობლემა. მეტი არაფერი არ მომხდარა, კაცო, არაფერი გეგმა, არაფერი რაღაცა პატრიოტიზმის გენიალური რაღაცა მარკერი უნდა დასახელდეს, აი რო არის ხოლმე რაღაც ცნობილი რეკლამები, მანამდე და მერე რაღაცა გახდომის საშუალება ხო, ან რაღაცა ეგეთი არის, მანამდე როგორ იყო და მერე. ხო, აი რაღაცა მოხდა შუაში, რომ აქამდე რაღაცა ამერიკის ელჩს ფეხებზე ვემთხვიოთ მისი წმინდა ნატერფალი რო დადის აქ საქართველოში და ევროპულ სულს ავრცელებს რაღაცა ეგეთი განწყობებიდან უცებ რო დაიწყე ლაპარაკი, რომ ამერიკა ომში გვითრევს. აი შუაში რა მოხდა? ერთადერთი მარკერი არის ბიძინა ივანიშვილის აქტივებს შეექმნა საფრთხე. აი ოცნების ჩამოგდების საფრთხე. სხვა მარკერს, არა, ნახე, ოცნების ჩამოგდების საფრთხეები რაღაცა დონეზე მანამდეც იყო. აი მაგალითად ეხლა ის გავრილოვის ღამე და რაღაცები, ანუ მანამდეც იყო, მაგრამ აი მანამდეც მიდიოდა ეს ცდელობა, რომ აი ბოლომდე სახელი არ დავარქვათ. აი ფუნდამენტური ძირითადი მარკერი ეხლა რაც ხდება უკან აღარ დაიხევენ ეს. აი ეს რუბიკონი, რომელიც გადალახული იქნა, იყო რომ შვეიცარიულ ბანკში ბიძინა ივანიშვილის აქტივებს რო ვიღაცამ ხელი მოკიდა, ეგ გახდა ამ ხალხისთვის აი ის საკრალური რაღაცა, რაზე შეხებამაც გამოიწვია, რომ 3 წელი რაზეც ატყუებდა ხალხს, ახლა გამოიწვია სიმართლე უნდა მნიშვნელოვანი თემაა და რატოა მნიშვნელოვანი?
კიდევ და კიდევ იმეორებ. საქართველო არის ჩვეულებრივად ომში ჩათრევის საფრთხის ქვეშ. არაფერი არ დამთავრებულა და ამ სიტუაციაში ეხლა არ აქვს საქართველოს იმის ფუნება, რომ აქ ვიღაცამ აი რაღაც ძალაუფლება შეინარჩუნა და რაღაცა ყოჩაღას რაღაცა ჩახლარდა, ხო? მაგის ფუნება არ აქვს საქართველოს რა. არც სინამდვილეში 3 წლის წინ არ გქონდა. მაშინვე ძალიან ცუდ დღეში. ან ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ძალიან ცუდ დღეში ვართ. და ამ სიტუაციაში არის თუ კი ქვეყნის ინტერესები გვაინტერესებს და თუ არ გვინდა რაღაცა არჩევნები რო იქნება, იქ რა ქულებს დავიწერთ, ხო? ეს თუ არ გვინდა და მართლა ქვეყნის ინტერესები გვინდა. მაშინ მოსახლეობის ბით ვაჭრობას უნდა დავანებოთ თავი. მოსახლეობა უნდა ჩავაყენოთ საქმის კუში, რა ხდება ჩვენს თავს, რა საფრთხეშია მოსახლეობა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის იყოს მზად, რომ დაგვიდგეს ხვალ რთული დღე, მოსახლეობა ამას შეხვდეს გაგებით და ანუ მზად იყოს. ეგ არის თორე ახლა აი რაღაცებს რო იმას იზამა, ქვია მოიტყუები, ხო, მაგითი ერთადერთი რაც მოხდება, ის ხალხი, ვისი ბედითაც მიდის სინამდვილეში ვაჭრობა, ეგ ხალხი ვიღაცამ შეიძლება მე ისა ააგოროს რაღაცა პროდასავლური კამპანია, რომ რავი, ეხა კიდე შემოტრიალდეს. მოდი ეხა გადავიდეთ იმაზე, რა შეიძლება იგეგმებოდეს, ანუ გასაგებია ეხლა ამათ რა შეცდომები დაუშვეს, ამათ იგეგმის რაღაცა სისუსტეები. მოდი ნახოთ შემოდგომაზე როგორ შეიძლება გამართდეს მოვლენები, დაახლოებით რას აპირებენ პროდასავლელები და რა საფრთხეები არსებობს გამწვავების შემოდგომისკენ. აი მელიას განცხადება იყო მაგალითად. ნუ ეს მასიურად ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მელია ამოვიღე, კიდე შეგვიდეს სხვასაც მოусმინოთ. ავდობლობის გარეშე სრულად ავანგარდში ამ ისტორიული პოლიტიკური ეროვნული პროცესისა. ავანგარდში ვიქნებით და პოლიტიკური პროცესი ეს არ არის წინასწარმეტყველება. არის და იქნება რამდენიმე გამოსავალი, რამდენიმე გზა, რამდენიმე გეგმა, როგორც მოგწონთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მატერიალური სახით მაგითაც დადებული. არსებობს დაცულ მოძრაობაში. არ არის სერიოზული ჩემის მხრიდან ვისაუბრო კონკრეტულად იმ გეგმებზე, რომელიც მუშავდება დაცულ მოძრაობაში, რომელიც წინ აღუდგება ანტიეროვნულ რუსულ ძალას. კონკრეტულად ვისაუბროთ გეგმებზე, ეს ჩემის აზრით პოლიტიკურად პირველ რიგში იქნება გაუმართლებელი. მაგრამ ის, რომ ძალიან ბევრი ხერხი და მეთოდი იქნება ნაცადი, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს რუსული რეჟიმი დავამარცხოთ, ყველაფრის ხარჯზე, მეტი რა გითხრათ? ყველაფრის ხარჯზე. დავამარცხოთ, ესა ძალიან ნათელი. ნუ გასაგებია შინაარსობრივად რა. კიდე მე იქ ცალკე იმასაც ლაპარაკობს, სხვა მონაკვეთია, რომ 2019-ში მე რაც გავაკეთე, ნუ პარლამენტზე შეტევა იგულისხმება, მან შეცდომა ის იყო, რომ ოპოზიცია მაგაზე შემომიტია ნაწილმა და რაღაცა მაკრიტიკაო, პირიქით ეგ სწორი ნაბიჯი იყო და მზად უნდა ვიყოთ მასეთ გზაზე, ნუ გირჩიც მოусვინოთ. მე გთავაზობ ბრძოლას ამათვის ძალაუფლების წართმევისთვის. მე გთავაზობ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მე მჯერა რომ ამათ ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შეუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. არა ქვეყნის მართვაში, როგორც მართს უფრო წარმოაჩინონ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პირდაპირ ითარგმნა ქვეყნის გაპარტახებაში და რუსეთისთვის ნელ-ნელა ჩაბარებაში. დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთადერთი გზა გვჭირდება. არ შეგუება, არ დამორჩილება, პროტესტი, საბოტაჟი, მანამდე სანამ ხელისუფლებას არ წავართმევთ ძალაუფლებას. ეს არის რასაც ჩვენგან ელოდება, მათ შორის დასავლეთი, რაც არ უნდა ილაპარაკონ საჯაროდ ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა. ისინი ელოდებიან ჩვენგან თავისუფლებისთვის ბრძოლას. თავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას. არ მაინტერესებს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ და არ მაინტერესებს მოკლედ აზრი ეგ არის. ანუ ეხლა ესენი გეგმავენ ოპოზიცია, პროდასავლელები გეგმავენ ბრძოლის განახლებას, ოღონდ სხვა მეთოდებით. ის მეთოდები, რაც აჩვენეს ივნისში, გამოჩნდა, რომ მთლად ეფექტური არ იყო.
უბრალოდ ხალხი გამოვიდა მშვიდობიანად, რაც არ უნდა ბევრი ხალხი გამოვიდეს და გამოვიდა მართლა ბევრი ხალხი. არაფერი ეფექტი არ გააჩნია. იდექი და წადის სახში თუ საფრთხეს არ ქნი, არ არის პრობლემა. სავარაუდოდ, რასაც ახლა ესენი გეგმავენ, ემსგავსება იმას, რასაც 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში, წინა თვეებში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ხედავდით 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, აი ესეთი თვეებზე გაწელილი პატარა ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიებზე პროვოკაციების მოწყობა, კორიდორები, რაღაც ის აქციები მთლად უშედეგო არ არის. ის აქციებმა მისცა ლეგიტიმაციას აძლევს ის აქცია, რაც მოყვება შემდეგში ყველა მოვლენას იმ აქციის რაოდენობა მოსახლეობის მხარდაჭერის, ეგ იგულისხმება შემდეგ, რომ აი თან არის ეგ დაბალ დანახარჯიანი. რაღაცა 100 კაციანი ჩასადგმელი რაღაცა NGO აქტივიზმის აქცია, რაღაც მაქარაშვილს რო რაღაც 50 კაცს გააყოლებ და ორჯერ მეტ ჟურნალისტს და სადღაც რაღაცას საღებავს გადაასხავს, ეგ შეგიძლია აკეთო ყოველ დღე. მაგას არც დიდი ფინანსები ჭირდება, მაგაზე სულ შეგიძლია რომ ტვინი ბურღო და ნომერი 1 მაგისი ამოცანა თან ის კი არ არის რომ აქ რაღაცა მაგითი დაიშლება სისტემა. ეგ მერე გარედან ხისტი ზემოქმედებების ლეგიტიმაციას ახდენს, რომ იქ რომ მერე ვიღაცა გამოვა ევროკავშირის ტრიბუნაზე და იტყვის, რომ ხალხო, ნუ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, საქართველოში დიქტატურა დამყარდა და აგერ ხო ხედავთ, იქ უკვე ხალხი დრტვინავს და ჩვენს უკვე ნუ ხისტი იმ ნაბიჯები უნდა გავაკეთოთ, აი მაგისთვის საინფორმაციო იმის თან მაგ პროვოკაციების ამოცანა უნდა იყოს, რომ ვიღაცა დააპატიმრონ. ანუ პროვოკაციების შინაარსი უნდა გადიოდეს კანონს მიღმა, როგორც მაგალითად მელიამ თავი დააპატიმრებინა იმ რაღაც სამაჯურის მოხსნით, ხო? ან იმ შტურმის მოწყობის შედეგად დააპატიმრეს ნაწილი იმ შტურმში მონაწილეების, ხო? ამოცანა უნდა იყოს, რომ ვიღაცები დააპატიმრონ და პრობლემა არ იქნება ამათვის კანონს მიღმა გასვლა და თუ დააპატიმრებენ ახლა აქამდე თუ გვარამიას და სააკაშვილის დაპატიმრებაზე საზოგადოების დიდი ნაწილი ისე იყო განწყობილი, რომ დასავლეთს უჭირდა პირდაპირ რეაგირება ეგენი გამოუშვით, ახლა ვიღაცა გეი აქტივისტი არა, მაგრამ ვიღაცა ეს სირცხვილია იგივე გეი აქტივისტები არიან, მაგრამ პირდაპირ ესეთი ვიღაც NGO აქტივისტი იქნება თუ მელიას ხელქვეითი, რომელიც შეიძლება დიდად მაგას ვიღაცა სტუდენტი მაგაზე დასავლეთის პრეტენზიას გამოს ან ვიღაცა NGO სექტორის წარმომადგენელი მაგაზე ტვინს გაბურღავენ და ბევრს ვერაფერს ესენი ვერ დაუბრუნებენ პასუხს და მან არის კიდე ერთი მომენტი. აი მნიშვნელოვანი რაც შეიცვალა კიდე წინა პროტესტებისგან. მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ასე ვთქვათ კომპონენტი და ფაქტორი საერთოდ ჩამოიწერა. ანუ ჩვენ ხო განვიხილავდით ხოლმე აი სააკაშვილის ფრთა მოიგებს თუ მელიას ფრთა. და როგორც ჩანს აი მელიამ რო მოითმინა და დაიცადა. ამან ის გამოიწვია, რომ მეტნაკლებად უკვე კონსენსუსი იმაზე ჯერდება, რომ ხა ის რო იქ უკვე აღარ შემიძლია ხალხო და ოღონდ აქედან გამიშვით და ქართულ პოლიტიკაში ჩემდა თავად მომბრუნებლის და რაღაც დნება და რაღაცა ოღონდ გადაარჩი, ეგ ხო იმ შინაარსის ტექსტებია, რომ ეგ ვეღარ იქნება ბელადი. და ნელ-ნელა რევოლუციური განწყობები და აი პროდასავლურ ამბავს ეს კაცი გადაარჩენს, გადადის მელიაზე. ანუ სტრატეგიული მოთმინების ტაქტიკა მელიას შემთხვევაში გაამართლა და მიშა სააკაშვილი მობრუნდება ტიპის საფრთხობელა ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს, იმიტომ რომ აი ვიღაცა საშუალო სტატისტიკური ოცნების მხარდამჭერი, რომელიც მარტო იმიტომ უჭერდა ოცნებას მხარს, რომ ნაცები არ მობრუნდნენ, ოღონდ ძალიან უნდა დასავლეთში. და ოცნებამ რო ვამბობთ, რომ ძალიან სისულელეები აკეთა, იმიტომ აკეთა, რომ საკუთარ მხარდამჭერებში ეგ პოზიციის კულტივაცია ახდინა ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ეგეთები ძალიან ბევრი ყავს. მაგ ხალხს რო ეტყვიან, რომ მაგალითად სავიზო რეჟიმს ეხა თავიდან ვაწესებთ და ვეღარ ჩახვალ შენ დასასვენებლად ევროპაში უვიზო რეჟიმით,
გული რო დაარტყავს მაგ ტიპს და თან ეტყვია რომ რა მიშა ჩამოწერილია საერთოდ აგერ უკიდურესად პროდასავლური ადამიანები ყავს. ნაციონალურმა მოძრაობამ რებრენდინგი განიცადა, აგერ გირჩებიც და რაღაც ეგეთი მოვლენებიც არიან, მარტო ნაცები აღარ არიან, მიშა აღარ არის. დასავლეთი ამბობს რომ ეს არის დასავლეთის ინტეგრაციისთვის საჭირო. შენ თუ გინდა ახლა პროდასავლური მომავალი, უნდა გადააბიჯო შენ თავს და ის გადავა კაცვაკი. თავისი დასავლური მომავლის ილუზიის გადასარჩენად დიდი ნაწილი ოცნების მხარდამჭერების თუ კიდე ამათმა რაღაცა იდიოტობა არ გააკეთეს და ისევ არ გადალინკეს მიშა ციხიდან გამოუშვით თემაზე, რასაც რა თქმა უნდა ოცნება ეცდება რომ ეგ გაუჩალიჩოს მაგათ. მაგრამ ცოტა ისეთი პირი უჩანს რომ აღარ გამოვა. ხო, ანუ დასავლეთი სტრატეგია დასავლეთის იქნება ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასოცირება იყოს იმ რაღაცა არეულობების მოწყობის მცდელობის შინაარსის მიშასთან, პარალელურად ომის დინამიკა ისე ვითარდება, რომ სექტემბერ-ოქტომბერში გარკვეული არ იქნება, განწყობა არ იქნება ეგეთი, რომ აი რუსეთი იგებს, ეგრე იყოს, გასაგებია, რომ თქვათ პროდასავლური ნაწილი შუაში მდგომი მასისა ისეთი აქტიური არ იქნება, მაგრამ ეგრე არ იქნება მაგ მომენტისთვის. ამიტომ წარმოუდგენები იმისა, რომ ალბათ დასავლეთი მოიგებს, ჯერ კიდევ ძლავრად იქნება და ამ დროს ახლა დასავლეთის მიერ გამოსვლა და იმის დაფიქსირება, რომ ოცნება გაკარგვინებთ დასავლეთის შანსს ხალხო. ეს უკვე ოცნებასთან ჩვენ ვეღარ გვექნება ურთიერთობები და შეიძლება მინიშნებები იმაზეც, რომ აი მაგალითად უვიზოთ შეიძლება გაგიუქმონ და ეგ კატასტროფა იქნება ძალიან ბევრი პროდასავლელისთვის. მაგაზე ახლა აი კონკრეტულად თქვენს გარშემო წარმოიდგინეთ, დაფიქრდით, ოცნების ამორჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი როგორი რეაქციით იქნება. ფეხებზე ეკიდებათ კაცო, მათ კონკრეტულად ოცნება თუ იქითა მხრიდან იქნებია რაღაც ისეთი ფიგურები, მაგალითად გახარია, რომელიც ეხლა სისხლიან 9 წელთან არ ასოცირდება, ხო? ეგეთი ფიგურებიც იქნებიან. და იქნება წარმოდგენა, რომ ეხლა თუ შეირყა არსებული რეალობა, აუცილებლად მიშა კი არ ბრუნდება, რაღაც მიშა პირიქით ჩაშოჩებულია სადღაც უკან და ბევრი სხვადასხვა არჩევანები არსებობს და საერთოდ ამერიკა თავისი რაღაცა კეთილის მსურველი განწყობებით დაარეგულირებს ყველაფერს ისე, რომ დემოკრატიულად იყოს, აქ რაღაცა სისხლიან წლებს კი არ დაგიმყარებს. ირიქით მაგას როგორ იქნება? ეგეც წარმოდგენა იქნება. სალომე გამოვა და იტყვის, რომ აი ევროპული მომავლისთვის ხალხო გადალახეთ ეს წინააღმდეგობები. ოცნებას რაღაც დეპუტატების ნაწილი გამოეყოფა და ისინიც მაგას იტყვიან. ეგ როგორ გაფორმდება, იცი, რომ ოცნებას ნაცებმა კი არ მოუგეს. ეს არის მთელი პასუხისმგებლობის მქონე პროდასავლური საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის ერთობლივი სულის ყივილი, რომ დასავლური პერსპექტივა ჩვენ ბავშვებს შეუნარჩუნოთ, რაღაც აი ეგეთი ხირნია ტექსტი იქნება. ვიღაცებს მაგას რატო დაიჯერებენ? იცი, უნდათ რომ დაიჯერონ. ეხა არავის არ მოუნდება იმის თქმა, რომ კაი ეხა ხალხს რომ ციხეში აუპატიურებდნენ იმათ მხარეს გადავედი, ეხა ყველას გუბას სანიკიძეობა არ უნდა, ყველა ვერ იტყვის რომ ჯალალედინის მხარეს გადავედი. ამიტომ ეს რაღაცა ცოტა რომ თავი კომფორტულად აგრძნობინონ, ეგეთ რაღაცას მოუფიქრებენ და თვითონ დაიჯერებს ეგ ხალხი, იმიტომ რომ უნდა მაგის დაჯერება და გადაბარგდებიან მაგ ფლანგზე რა. საინტერესო რა არის ამ ყველაფერში, რომ აშკარად ჩანს ოცნებას არ აქვს არანაირი გეგმა. აი ყველაზე სახიფათო ამ ყველაფერში ეს არის. მეორე მხარე აქტიურად ცდილობს ძალაუფლების წართმევას და ომში ჩათრევას. ძალაუფლების წაურთმევას თუ მოახერხეს ომში ჩათრევას, ეგ მაგასაც ეცდებიან. აი პირდაპირ ომში ჩათრევა თუ რამენაირად მოხდა, მაგასაც ოღონდ ომში ჩართონ ქვეყანა და მათი ამოცანა შესრულებული. ამასაც ცდილობს და ქართული ოცნების მხრიდან ხედავთ რაღაცა არამალაპარაკო. ალაპარაკდები იცოდი და რა? რო ალაპარაკდები რა? არაფერი პრობლემა. ეგ უნდა მანდ არის რაში იცი საქმე? არამალაპარაკო. აი ქართული ოცნების
ამორჩევლის მთელი სპექტრი წარმოვიდგინოთ და არ ამალაპარაკო და ანუ ბოლოს ალაპარაკდა და იქიდანაც ისინი გამწარებულები ალაპარაკებულზე რაღაცას პასუხობენ და ასე გაგრძელდა. ეგ სადამდე მიდის? კითხვა ხო უნდა დასვას ქართული ოცნების თელმა ამორჩეველმა და ხო უნდა გვესმოდეს, რომ ეგ მიდის პრორუსულ პოლიტიკამდე. მეტი არაფრამდე. პრორუსულ პოლიტიკამდე მივა. ან ეს ამორჩეველი მაგაზე მზად უნდა იყოს და სადღაც მოწინააღმდეგის მხარეს კი არ უნდა გადავიდეს, კაცო. უცებ კი არ უნდა გაიგოს უიმე. ეხლა ესენი რო ალაპარაკდნენ, ეს პრორუსული პოლიტიკა გამოდის, აღარ მინდა მე. ეგრე კი არ უნდა მოხდეს. გავიხეთ გახარიას. მაგალითად ეხლა ჩვენი ამორჩეველი ანტიდასავლური პოლიტიკისთვის არა თუ მზად არის, ანტიდასავლურად არის განწყობილი, ხო? ეხლა ან იმათ ისინი მზად უნდა იყვნენ, ან გეგმა არა გაქვს. ან ამაზე უნდა გემუშავა, ან რასაპირებ გაუგებარი. კარგი წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ დაპირისპირებაში, სადაც დასავლეთი უკვე ისე დარტყმებს მოგაყენებს, რომელიც მანამდე არ უცდია, წარმოვიდგინოთ, რომ როგორღაც რაღაც ფოკუსები ჩაატარეს, გაუძლეს ყველაფერს. გაურკვეველია როგორ. აი ყველაფერი დაარტყეს ამათ და ნუ რაღაცა ისეთი ლაპარაკა, რა ვიცი, 4-ეულმა თუ რა ვიცი, რომ გაუგძლეს. მე რა ხდება? მე ხო უნდა გვესმოდეს, მე მთელი ამ ლავირების პოლიტიკის პრობლემა რაშია? მე ხდება, რომ ცალსახად პრორუსული ხდება საქართველოს, ეგ არის გაძლების შინაარსი, ან დასავლეთმა თქვა, რომ ესენი გასანადგურებლები არიან და ვერ გაგანადგურა. და მოიჭრა გზები უკვე, მორჩა და იწყებ ახლა მიდიხარ რუსეთთან, მეტი სხვა გზა ხო არა გაქვს, არა, დიალოგს იწყებ რუსეთთან, ახლა მან ხდება ასეთი სურათი. მთელი პრობლემა რაშია ახლა ამ ლავირების. ანუ ყველაფერი დაგარტყეს. რაიგე? ყველაფერი იკადრეს. ყველაფერი წასასვლელი აღარ დაგრჩა. და ეხლა წარმოიდგინე მაგის შემდეგ საქართველოს თავრობა რომ მიდის რუსებთან და მასე მაგ მომენტში ელაპარაკება რა. ეგ რანაირ მდგომარეობაში ქვეყნის ჩაყენებაა. ის კი არა რომ თავის, აი დაუდებენ ესე ფურცლებს მართლაც ეგ ამაპარაკობენ. ვაი, ფურცლებს დაუდებენ, კალათებს რომ უბრალოდ ხელი არაფერს არ განვიხილავთ. ანუ აქ როგორ წარმოუდგენიათ, იცი, აი ეგ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასე წარმოუდგენია ხალხს, რომ აი საქართველოს ეხა ასე ლავირებით უცბად მე აი ხალხმა ხო არ იცის, ხალხს ხო ევროპაში გონია მივიდივართ. აი უცბად გაიგებს, რომ ამერიკის ელჩი ჩვენ ჩათრევას ცდილობს. ელჩი, ამერიკა კი არა, ელჩი ცდილობდა, საელჩო ცდილობდა ჩვენს ჩათრევას და ამიტომ მაშინ თუ ასეა მე წავალ და ეხლა რუსეთს დაველაპარაკები და რუსეთს რო დაელაპარაკები აშენდება საქართველოს. ეგრე წარმოუდგენია. რუსეთს რო დაელაპარაკები, როგორ წარმოუდგენია დიალოგი, რომ აქედან იქ ვიღაცა ჩავიდა და რუსებმა ქართველი ჩამოვიდა, ააშენ აფხაზეთი და ოსეთი. ააშენ ფული. გითხარი რა გავაკეთოთ კიდე მუხლებზე ხო არ დავდგეთ შენ წინაშე. ეგეთი წარმოდგენაა. რანაირი სურათი ხო ყველა ხო. ეგ ხო ტყუილი ელემენტი. ეგრე არავინ არ დაგხვდება. აი ელემენტარული მოცემულობა სიმის ყველასთვის გასაგებია რა. საქართველოს მთავრობამ რისი დემონსტრირება მოახდინა. რა საგარეო პოლიტიკაც ქონდა? მაგაში რო სანდო არ უნდა იყოს, მაგის დემონსტრირება მოახდინა ყველასთვის. ეს არის ქვეყანა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში გადაგაგდებს. დასავლეთს ეგ იმპულსები გაუგზავნა და საერთოდ ყველამ ასე თulis. ოცნების დამსახურება და რუსებთან დაგილაპარაკებიან შესაბამისი. შესაბამისი გარანტიების მოპოვების ამოცანა. ანუ რუსებთან თუ ესენ დიალოგს დაიწყებენ, მაშინ, როდესაც კუთხეში არიან მიყენებული და არანაირი სვლა აღარ არის დარჩენილი, კუთხეში მიყენებულ გამოსავლის არ მქონე ხალხს სხვანაირად ელაპარაკებიან. ათმობენ ყველაფერს. და რაზეც ჩვენ საუბრობთ ეხლა, რომ სანამ არის დრო საშუალება და პოლიტიკური წონა, რომ რაღაცა სხვა სტატუსი ვიშოვოთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის, სხვა პირობები მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? ეხლა უნდა გააკეთოთ ეგ, თორემ ეგ როგორ მოხდება? ძალიან გვიანი არის, უკვე გვიანია, მაგრამ ძალიან გვიანი სინამდვილე არის ასე. ჩვენ ეხლა ხო დავიწყეთ წლებია უკვე ამას ვლაპარაკობთ, ზუსტად იგივეს ვამბობდით, წელია არასდროს არ შეცვლილა ჩვენი
არც ერთი განცხადება, ყოველთვის ვამბობდით, რომ ამერიკა ცდილობს ჩართვას, ხო? ამისთვის გვიტევდი. ეს როცა ვამბობდით, მაშინვე იყო სინამდვილეში საკეთებელი. იმიტომ რომ გასაგები იყო, რომ ეს დღე დადგებოდა. და ეს რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო ვაგრძელებთ ტყუილებს და ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლავირებას. რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ, მით უფრო სინამდვილეში ვაგდებთ საქართველოს ინტერესებს უარეს დღეში. აი, ყველაზე დიდი ჩათლახობა რა არის, იცი? ეხლა რო საუბრობ, რომ რუსებთან დიალოგია საჭირო, სანამ მოვასწრებთ. ვიღაცები აი ეს გამოვარდებიან ხოლმე და მოღალატეს გეძახიან და მე რა მოხდება, ეხლა მოვყვები რა. აი ხუნდაძე რო ჩვენ კითხვებს გვისავდა ომის დაწყების მომენტში, რომ საქართველოში რუსეთმა რომ ომი დაიწყოს, თქვენ სად დადგებით? აი ეგეთი გონორით ხო კითხვებს ვსვავდა აქეთ რა. თუ მოხდა კატასტროფა, ვერ მოვახერხეთ თავიდან აცილება საქართველოს რუსეთის ომის. მე რა მოხდება, იცი? აი რუსის ტანკი აქ რო დაიწყებს შემოსვლას, მე ეგეთი ტიპები მოვლენ და ჩვენ გვეტყვიან, რომ კაი, აბა მიდი დაალაგეთ ერთი, თქვენ ხო ამბობდით ამდენი ხანი რომ რუსებთან დასალაგებელი, მიდი აბა დაალაგეთ. თან მაგ დროსაც პრეტენზიით, ბიჭო, რუსის ტანკი აქ თუ შემო, მე ფოკუსს კი ვეღარ გავაკეთებ, კაცო. მაშინ მე ვერაფერს ვეღარ დავალაგებ. რუსებმა თუ აქეთ დაძრეს ჯარი და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს პრობლემა და ეხლა ჩვენ მაგათვის პრობლემა ვართ. აი ოცნების ლავირების გამო მაგათვის ჩვენ ვართ პრობლემა და თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს პრობლემა მოაგვარონ ტანკით, მე ვერც ზურა მახარაძე, ვერც ხუნდაძე, ვერც კობახიძე, ვერც ნიკამელია და ვერც დევიდ კოპერფილდი უკვე მან ფოკუს ვეღარ ჩაატარებს და ვეღარავინ ვერაფერს ვეღარ დაალაგებს. მაგიტომ ვამბობთ, ეხლა ჩვენ რო ეხლა უნდა დაიწყოს დიალოგი. და მაგიტო არის ჩათლახობა 3 წელი რო იცი რომ ომში გითრევენ და თევზივით ზიხარ ესე და ევროპაში სენაცვალოს ჩემი თავიო მაგას რო ლაპარაკობ შენ რო შეგეხნენ მე რო იწყებ რო ეგენი ჩვენ ომში ჩათრევას აპირებენ ოღონდ მაინც ევროპას ენაცვალოს ჩემი თავიო და რუსებს რო ელაპარაკები ტანკი თუ შემოვიდა აქ და მე რომ მიკითხავ რომ მიდი აბა დაალაგო მე ვერაფერს ვეღარ დაალაგე მარტივი რაღაცა რა მანამ დასავლეთის მიმართ წვავე განცხადებების გაკეთებას დაიწყებდნენ რუსეთთან დიალოგი საჯაროდ ყველასთვის გასაგებად რომ რუსეთთან დიალოგი იმართება უნდა დაეწყოთ მანამდე ეგ არის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სწორი პოზიცია ანუ ის რომ შენ რუსეთთან დიალოგს აწარმოებ ეგ სუვერენული ქვეყანა ხარ და არავის საქმე არ არის მაგის გამო გაკრიტიკოს შენ მაგის გამო ვერავინ ვერ შემოგიტევს დასავლეთიდან ასე საჯაროდ ისე რა თქმა უნდა მაგრამ ისე ხო ისედაც იცოდი რომ შენ ომში ჩათრევას ცდილობდი ამიტომ საჯაროდ რაშიც ვერ შემოგიტევდნენ ეგ პოზიცია უნდა დაგეჭირა აქამდე და დღემდე არ აქვს ეს პოზიცია დღემდე საკითხი არის მისული იქამდე რომ დასავლეთს ურტყავენ დასავლეთის მიმართ გზებს იჭრიან ყველა გზას და არანაირი რუსეთთან მოლაპარაკებებს ლაპარაკი ზედმეტია კაცო რუსეთთან მოლაპარაკება არის რაღაც ისევ ტაბუ დადებული თემა ეს არის მოცემულობა რომელიც არათუ ამცირებს ომში ჩათრევის შანსებს აქედან გამომდინარე საქართველოს ბედი არის ჩვეულებრივი აი ფსონის დადების რეჟიმი. ანუ ფსონის დადება ბევრად უფრო მეტი ალბათობა არის რომ მოიგო, იმიტომ რომ ფსონის დადება როგორ არის, იცი, აი რაღაცა მათემატიკური ალბათობა, რა თქმა უნდა დაბალი. მაგრამ შეიძლება რომ გაგიმართლოს. ეს არის გარანტირებული წაგების მეთოდი, რატო აი ვიღაც ორი მძიმე წონოსანი ბოქსიორი რო ჩხუბობს, წარმოიდგინე. და შენ ხარ რაღაც აი 10 წლის ბავშვი. აი ძალების თანაფარდობა რო წარმოვიდგინოთ და ამ ორის კონფლიქტში ჯერ ერთის დასანახად იყვირე რომ ამის მხარეს ახარ, ოღონდ ის შენ არ გეხმარებოდა.
და მე უცებ ვისაც ამბობდი რომ ამის მხარესაა რომ იმას დაუწყე ჩხუბი ისე რომ ამ მეორესთან არ დალაგდი. ეგ ნიშნავს რომ გაგლახავს ორივე. კი, გაგლახავს კი არა, დაგლეწავენ კაცო და მე გააგრძელებენ ერთმანეთში ჩხუბს. ეგ არის გარანტირებული 100%-იანი ალბათობა, აი ლატარიაში მოგების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე ამ გეგმით ქვეყნის გადარჩენის. და ისეთ რაღაცებს უნდა მოეშვათ, აი ისეთ წრწმენებს და წარმოდგენებს, რომ აი დალაგებული აქვს რაღაცა შეფარულად ყველაფერი მოგვარებულია და აი ეს რატო ვიძახი? არავის არ წარმოედგინა არც უკრაინაში, რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდი. ეგ მოლოდინი კი არის ხალხში. ეგეთი რაღაცები უცებ. ეგეთი რაღაც არ არსებობს, რომ ხალხს, აი თვითონ უკრაინის წარმომადგენლები დღესაც იძახიან, რომ ხალხს იქაც ატყუებდნენ, რომ არაფერი არ ხდება, კაცო, ნუ გეშინიათ, ნუ გეშინიათ. ამერიკაში ესეთი რაღაცა უცბად ხდება. აი დღეს ხო ისეთი პრობლემები გვაწუხებს, რომ აი ელემენტარული ყოველდღიური და ხვალ შეიძლება აღმოჩნდეთ კატასტროფაში და ამიტომ ვიძახით, რომ ოცნებასთან მიმართებაში ნუ ვიქნებით ასეთი რაღაც მოდუნებულ ყველაფერი დაგებულია, კაც დათვლილი აქვს ამ ხალხს. რო უყურებ ახლა ჯერ ვერ ხვდები რომ ამას დათვლილი ვერ ექნება? ჯერ ეგ უნდა მიხვდე, მაგრამ მე კიდე არ აქვს კაცო დათვლილი. ეუბნები, არაფერი არ არის დათვლილი, ბანალური რაღაც პრობლემა. აი მე გეუბნებიც აღარ არის უკვე. შეიძლება აი მე რაღაც ანალიზს ვაკეთებდე და მე რაღაც ხდება. ოცნებამ თვითონ რაც გითხრა. იქიდან ხო უნდა მიხვდე რომ გეგმა არ არის. ოცნებამ ეხლა ამ მომენტში გითხრა რომ 3 წელი გატყუებდი. ჯერ მანამდე ხო ნაცები დასავლეთმა დამაძალა რომ გადამერჩინა, მაგას ხო ამბობდნენ თვითონ. მე ხო არ მოვიგრა, ანუ რის გამოც შენ აირჩი ოცნება რომ ნაცებისთვის მიეხედა? რატო ვერ მიხედენას? რავი, აი დასავლეთმა დამაძალა. მერე 3 წელია ცდილობს რომ მე დამამხოს ნაცები დააბრუნოს და ომში ჩაგვეთრას. მერე არ გეუბნებოდი აქამდე. რატო? რავი, არ გეუბნებოდი აქამდე. ეხლა გეუბნები. მაგრამ მაინც დასავლეთისკენ ვარ რო იცოდი. ეხლა მაგას რო გეუბნება ადამიანი და რო გონია რომ გეგმა აქვს მაგ ადამიანს და ეგ გეგმა არის კარგი და მაგ გეგმაში რამე საშენო ხდება, ასე ვთქვათ, მოდი, აი საერთოდ ყველასთვის გავამარტივოთ ამოცანა რა. დაუშვათ გეგმა. კი ბატონო, დაუშვათ გეგმა. მაგრამ ეგ არის რწმენა. ეგ არის იმედები. აქვთ თუ არა გეგმა, ეგ არაფერში არ ჩანს. რაც ჩანს, არის ეს. ყველაფერი აკეთეს იმას, რომ შეტენოდნენ დასავლეთს და ვერ მოახერხეს ეგ და ეხლა რახან თვითონ თავის პირად კეთილდღეობას შეექმნა პრობლემები, მაგის გამო ეხლა დაფაცურდნენ და რაღაცებს აკეთებენ. ეს არის რაც ჩანს. და მე არ ვიცი ვიღაცას ეხლა ხო იცი მიშას დროს იყო ხოლმე რაღაცა მიშას დაცვაში მუშაობს და იმან მითხრა რაღაცა ხო იცი ყველა მეგრე იცოდა ყველაფერი მთელ საქართველოში ხო იცი რაღაცა ეგეთი ლაპარაკებით ნუ გამოვიჭედავთ ტვინს რომ ვითომ რაღაცა იმან თქვა ეს და დავაგებული მოდი არაფერი არ ჩანს ეგეთი მსგავსი რასაც ვხედავთ არის მარტივი ბანალური პრობლემა ქვეყნის მოდი ნახევარი საათი დაგვრჩა და აი ბოლო მონაკვეთში რაზეც უნდა გველაპარაკა იმაზე გადავიდეთ აი დასავლეთის მიმართ რანაირი წარმოდგენები არსებობს ზოგადად აი პროდასავლურ ნაწილში მსოფლიოსი და მათ შორის საქართველოსი ხო ჯერ დავიწყოთ აი ეს პოდოლიაკის განცხადება იყო კიდევ ერთხელ შემოუტია ქართულ ხელისუფლებას და თქვა რომ აირჩიეთ ბოროტების მხარეს ხარ თუ სიკეთის მხარეს. მოდი მოусმინოთ და მე გავარჩიოთ რას ნიშნავს საერთოდ ეს ბოროტების მხარეს ხარ თუ სიკეთის მხარეს. ყველა რეჟიმს და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი კითხვაზე. როცა იდგა არჩევანი თავისუფლებასა და მკვლელების ღირებულებებს შორის, თქვენ მკვლელთა ღირებულებები რატომ აერჩიეთ? ეს ასე გამოიყურება. დამიჯერეთ ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება იურიდიულ სამხილებს წარმოადგენთ. ხვდებით რომ არც ერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო
სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას ამაზე ფული გააკეთოს. არავინ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ და არა მარტო გთხოვთ. ჩვენ ვფიქრობთ რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე. თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს. ანუ საკითხი დგას ასე, დასავლეთი არის სიკეთის მხარე და ან რუსეთი არის ცალსახად ბოროტება და ან სიკეთის მხარეს ხართ, ან ბოროტების მხარეს. ეგ ხო უნდა გაირჩეს რა კრიტერიუმებით წყდება, რომ დასავლეთი არის სიკეთის მხარე. ანუ რომ უტევს რაღაცა ქვეყანას, სხვა ქვეყანას და ამ შეტევის შედეგად ის ტერიტორიებს იკავებს და იქ თქვა ხალხი იხოცება, ვინც ამას აკეთებს, ის არის ბოროტების მხარე. სანამ კრიტერიუმებზე გადავალთ, მან ერთი რაღაცაც მინდა აღვნიშნო, რა გქითხეთ, რომ ეხლა ეს როგორც აყენებს საკითხს, საითაც არ უნდა იყოს სიკეთე ან ბოროტება, სანამ მაგაზე გადავალთ. საკითხი ისე არის დაყენებული, რომ ან ჩემ ხარეს ხარ, ან ჩემ წინააღმდეგ. ანუ როცა ვამბობთ, რომ ქართულ ოცნებას ერთი ადგილის თამაში აღარ გამოუვა, ამიტომ აღარ გამოუვა, კაცო, ყველა მეგრე დააყენა საკითხი, რომ ან ჩემ ხარეს და ხარ, არავის არ მოწონს ის მოთამაშე, რომელიც რავირებას ეგ ყველას ეჯავება. როგორც რუსები, ისე ამერიკელები, როგორც უკრაინელები, ისე ბელორუსები, აი ყველა საერთოდ აი ყველა საკითხს აყენებს ესე ორ ბანაკად გავიყავით და ერთმანერთში ვომობთ. შენ ვისთან ახარ გამაგები არ დამიწყორა ეხლა მანდის ლაპარაკი რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატია, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების გამო არ ვძაბავთ. ეგ ფეხზე მკიდია კაცო, ან ჩემ ხარეს ხარ და ძაბავ, ან თუ არ ძაბავ რუსების მხარეს ხარ და მტერი ხარ. საკითხი დაგვიყენეს ესე. დასავლეთიდან საკითხი დგას ეს. რუსები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შენ კაცო კონსტიტუციაში გიწერია, რომ ნატოში შედიხარ და მაგის გამო აგერე ხარ ქვეყნას ბომბავ. ამიტომ ორივე მხარემ დააყენა საკითხი, რომ ან ჩემთან ხარ, ან ჩემ წინააღმდეგ. და მაგ დროს შენი ხელისუფლება, რომ მაინც ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკას აწება, ეგ არის გარანტირებული რეცეპტი კატასტროფის რა. კი, მაგრამ აი დაუბრუნდეთ სიკეთე და ბოროტების კონტექსტი, იმიტომ რომ მე ვიდეო მაქვს, რომელიც პასუხს ამ კომენტარს პოდოლიაკის, ანუ იქ გაცემულია პასუხი რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება ქვეყნების გადმოსახელად. სიკეთე და ბოროტება არსებობს საერთოდ. ხო, ნუ ეგ შეიძლება ლიბერალებისთვის ისეთი კითხვაა ცოტა ჩამჭრელი, მაგრამ ესენი ნუ აზრობრივად ეხლა საქართველოში ხო ასე აყენებენ და ყველგან ლიბერალები ასე აყენებენ საკითხს, რომ ესე იგი ვინც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება და იქ რაღაცა ხალხი იხოცება ამ შეჭრის ვინც საერთაშორისო სამართალს არ ღვევს, ის არის ბოროტება. ხო, ოღონდ განსაკუთრებული გამოხატულება ამ დარღვევის არის, რომ ხვის ტერიტორიაზე შეიჭრები, რაღაც არასანქცირებული შეჭრით, ასაც აი გაერო და მშვიდობიან მოქალაქეები, სადაც იღუპებიან, ის არის ბოროტება. ხო, და საინტერესოა აი ჯორჯ ბუშმა გასცა მაგაზე კაი პასუხი გასცა რა, მაგაზე გამოვიდა პასუხის გასცემა მოუწია. In contrast, Russian elections are rigged. Political opponents are imprisoned or otherwise eliminated from participating in the electoral process. The result is an absence of checks and balances in Russia and the decision of one man to launch a wholly unjustified and brutal invasion of of Ukraine. Iraq, anyway. 75. ანუ შემთხვევით ოღონდ მარტო ის კი არ არის რომ არაგნოთ ცოტა გავაგებინოთ ხალხმა შეიძლება ვერ გაიგო. ანუ ადამიანი იძახის რომ აი ეს რუსეთი რო არის ბოროტება, არა, ჩამოთვალ რუსეთშიო არჩევნები ყალბდებაო. პოლიტიკური პროცესიო არისო ჩაშლილიო, ბალანსი აღარ არის დაცულიო. და ამის გამო ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არა ადამიანურ შეჭრა მოხდა ერაყში არა უკაცრავად უკრაინაში. ხო. ეხლა მარტო ის კი არ არის რომ ეხლა თვითონ ეს ტიპი
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შევარდა ერაყში და მართლა მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამერიკაშიც არჩევნები. ანუ მაგას ვამბობ, რომ არჩევნებიც გაყალბდა. ბალანსი დარღვეული არის. ტრამპს ეხა შეუვარდნენ FBI-ის აგენტები და ჩხრეკა ჩაუტარეს, რომ ანუ ჩვეულებრივად ხა სკანდალი ამერიკაში, ეგ უფრო დიდი თემა არის ვიდრე უკრაინის ომი, რომ ტრამპთან შევარდნენ რაღაცა FBI რაღაცა და რომ ანუ სიამბლეში ამოცანა არის, რომ კაც არ მიაღებინონ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ანუ რაც ჩამოთვალა ყველაფერი ამერიკაში მოხდა, შევარდნენ ერაყში. ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოქალაქე მუსრი გაავლეს. ომის დანაშაულებები ჩაიდინეს, რომელიც თვითონ აღიარეს. იქ ხალხი დაიჭირეს. კუბაში სადღაც გუანტანამოს ბაზაზე 10 წელი ყავდათ ტიპი, რომელიც ვაფშე არ გაუსამართლებია და აწამებდნენ. თვითონ თქვენ თან ეხა ეს რაღაცა რუსული Russia Today-ის პროპაგანდა კი არ არის, აი ამერიკელმა ჟურნალისტებმა მე რაც გამოიწანეს. დააჩვენეს, რომ აი ვიღაც გაშიშვლებული ტიპები ყრიან და ესენი ამათ რაღაც თავზე იმას უშვებია, ავე ვერ აღწერებს უკეთებენ რა. ეგრე ვიღაცები აწამეს, რომელიც აი ეჭვი ქონდათ, რომ ტერორიზმ, ანუ კი არ გაუსამართლებია ვინმეს. ეჭვის გამო, რომ ესენი ტერორისტებთან კავშირში იყვნენ, 10 წელი ვიღაცები იქ ეყარდნენ, აწამებდნენ. და ეხლა ეს გამოდის, გაიგე? და ამბობს, რომ აი რა ხდება უკრაინაში. და აი მე მაინტერესებს აი იმ ხალხის ტვინში ჩახედვა, რომელიც აი საკითხს როგორ აყენებს. ცი აი შენ რადონის ამორალური ადამიანი ხარ, ადამიანები რო იხოცებიან უკრაინაში, მან და არა ხარ ძალიან რუსეთის დაგმობით და უკრაინის მხარდაჭერით დაკავებული. აი ეგ ადამიანი ხარ, თან პარალელურად პროამერიკელი. ხა ანტიამერიკელი რო იყოს ანალოგიური მიზეზით, მაშინ მესმის. ვიღაც იდეური პაციფისტი. იდეური პაციფისტი, მან მესმის. იმ პოზიციით რო ამბობდეს იგივეს, რატო არა ხარ რადიკალურად უკრაინის მხარდამჭერი და ანტირუსული პოზიციის, იმ პოზიციით რო ამბობდეს, რომ აი საქართველოს ეგრე აწყობს, ხალხი არ მაინტერესებს, ვინსად რამდენი იხოცება, იმიტომ რომ ნუ ამერიკა ხოცავდა, თუ ხოცავდა და თუ ვინმე დაუხოცია. ეგ არ მაინტერესებს, მაინტერესებს ჩემი ინტერესები და მორალს არ ვკითხულობ. ეგ ცალკეა. მესმის ეგ პოზიცია, მაგრამ ჯო, რას მორალისტობ შეკაი ადამიანი, ამერიკისკენ ხარ და ვიღაცას ბედავ, ყოფნის თავხედობა და უსინდისობა, რომ ვიღაცას ეუბნები, რომ უიმე ამას ეხლა შეაწუხა, ამას რა მორალმა და ვიღაცეებზე ზრუნავს, რა ზრუნავ, კაცო, ამერიკისკენ ვინც ხართ? ხალხი იხოცება თემაზე, ჩაიგდეთ ენა, იმიტომ რომ თუ ვინმეს ხალხი უხოცია, ქვეყნებში შეჭრილა, ოკუპაცია მოუხდენია, რა ვიცი, სხვა ქვეყნებისთვის ტერიტორიები წაურთმევია და ცალკე სახელმწიფოებად გამოუცხადებია. ეგ თუ ვინმეს უკეთებია ბოლო 50 წლის განმავლობაში, ამერიკას მაგ საქმეში კონკურენტი არ აყავს. ერთხელ და სამუდამოდ დებილობა მაგ ყველაფრიდან უნდა ახსნას უკრაინელი ბავშვების სისხლი რატო არის უფრო ღირებული ვიდრე ერაყელი ბავშვის სისხლი და უკრაინელი ბავშვების ტრაგედიაზე, რომელიც რა თქმა უნდა ტრაგედია არის და კატასტროფა არის. აი მაგაზე რო ნერვიულობ და ერაყელი ბავშვები ფეხზე რატო კიდია, ეგ უნდა ახსნა მაშინ. უკრაინის ტრაგედია. ერაყში შეცვლას მხარს უჭერს და დემოკრატიის დამყარებისთვის მზად არის ეგ ხეცობები აკეთოს, რასაც ამერიკა აკეთებდა უკრაინის 50 წლის. ერთი განსხვავება. მორალი ხო არ შეიძლება ეხა უკრაინელ ბავშვზე მუშაობდეს და ერაყელ ბავშვზე არ მუშაობდეს, ეს ხო არ შეიძლება. ცოტა რაშია, იცი საქმე. ერაყს არაფერი გამოსავალი არ აქვს. ვერაფერს ვერ იზამდა. ერაყში ომი გამოიწვია, იმიტომ რომ ამერიკის ინტერესი იყო შეჭრა. და რაც არ უნდა გაეკეთებინა ახლა ერაყს, ხო? ნუ აი ეს ის ამპულა, რომელშიც აჩვენეს რაღაცა ფხვნილი, ეგ არ იყო რეალური. მე ამერიკელებმა რო არანაირი მასობრივი განხრაგები არ ქონდა. არის გასმაგებულად უფრო ტრაგიკული, რატო? უკრაინას სინამდვილეში უარი რო ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე, არ მოხდებოდა ომი. ნატოში გაწევრიანებაზე უარი რო არ თქვა, მაგიტო აქვს უკრაინას ომი.
თორე ეგ არის გაუგებარი ხა ეს ხალხი რო იხოცება იმიტომ რომ ნატოში შევიდეს, ოღონდ არ შედის. ოღონდ არც ვერ შევა ნატოში, ხო? ეგ არის ტრაგედიის რაღაცა კიდე უფრო ასმაგი ხარისხი. თორე ხა იქ რაც ერაყში გააგეთ ამერიკა, მე იყო რანაირი შეჭრა იქ ახლა ერაყი ვერაფერს ვერ იზამდა ის ან ცოტა როგორ შევიდეთ, აი ქუდი რატო არ გახურავს? ან უნდა შეეშვა, ან შეიჭრებოდა. ახლა ეგრე დააყენა საკითხი და ახლა ეგრე ხო არა, ახლა ერაყი საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ამერიკასთან კი არა, სრული წინააღმდეგობა აქვს ამერიკასთან ყველანაირი თვალსაზრისით, ამიტომ რატო უნდა უნდოდეს შესვლა ამერიკისა ერაყში? არ უნდოდა ბუნებრივად და ნუ წინააღმდეგობა გაუწედა. ახლა უკრაინა რა ვიცი ახლა იგივეა ხო? რაც რუსეთია თავისი მენტალობით. იგივე ერია რა. იგივე ერია და იგივე ჯიშია. ხო და ამიტომ ძალიან მარტივი რაღაცაა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ანუ მტრულ ბანაკში გადაბარგების მიზეზით მოუვიდეთ ერთმანეთში ომი. აი ხა ჰენრი კისინჯერმა გააკეთა კომენტარი რა, აი ალბათ ბოლო ადამიანია, შეიძლება ნუ რამდენიმე არის კიდე, მაგრამ აი ძალიან ცოტა ადამიანია ამერიკაში დარჩენილი, ვისაც კიდე რაღაცა გეოპოლიტიკა ესმის და ახსოვს, რომ ეგეთი რაღაცა მიმართულება იყო და რაღაცა გენდერული ან ქვიარ ან ტრანსგენდერული პერსპექტივით არ უყურებს პოლიტიკას, ხო? და ადამიანი ამბობს, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ომის ზღვარზე ვდგავართ მიზეზების გამო, რომელიც ნაწილობრივ ჩვენ თვითონ შევქმნით ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდა ეს სადამდე მიგვიყვანდა. ვერ დავთვალეთ ვერც უკრაინის, ვერც ტაივანის შემთხვევაში. ამას ამბობს არა ვიღაცა რუსი პროპაგანდისტი, არამედ ამბობს ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც საერთოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკა შექმნა. და მაგ პირობებში აქ რო ვიღაცა გიზის და გეუბნება, რომ მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ აი ელფების და ორკების ბრძოლა, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. ეგ არის ეგ გამარტივებაც აღარა, ეგ პრიმიტივიზმიც აღარა. ეგ არის ბანალური ტყუილი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. ეგეთი ტყუილების ფასი მერე გადაიხდება ხოლმე ქვეყნის ტრაგედიით. უკრაინა რო აბოლეს, კაიხანი რო ევროპაში შევდივართ, ნატოში შევდივართ, უკრაინა არის ევროპის ნაწილი, ეხლა ჩვენ რაღაცა ფოკუსს ჩავატარებთ. უკრაინას აი ეხა ტრაგედია რაც ჭირს არის ფასი მაგ ტყუილისთვის. მოდი, რადგან მასეთ ჭრილში პროცესების განხილვაზე გადავედით, ანუ გეოპოლიტიკას განვიხილავთ ელფების და ორკების ომად, ხო? აი კონტექსტურად ჯდება კიდე ერთ საინტერესო ვიდეოა. წინა კვირას ვაჩვენთ, მე მგონი, ერთ-ერთი გირჩელის ვიდეო ვაჩვენთ, სადაც აი ეს ადამიანი ამბობდა, რომ ეხლა რუსებისთვის თავის მოწონებას რო ვცდილობთ, ეგ ნიშნავს რუსეთი ბანძი ქვეყანაა და ეგ ნიშნავს, რომ ლეზგინკის ცეკვით გიწევს თავის მოწონება და აი კაი იქნებოდა ბრიტანეთის მონები ვიყოთ იქ, იმიც რა ქვია, პინკ ფლოიდის დაკვრით მოგიწევს რუსეთის ბრიტანეთისთვის თავის მოწონება. მოდი მოусმენთ და მე კიდე ერთი საინტერესო ვიდეო. ოკუპანტია ზოგადად რუსები არიან ბანძი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, შენ როცა რუსები ფრანჭები გიწევს ლეზგინკის ცეკვა. და ჩვენ რო ბრიტანეთის დაპყრობილები ვიყოთ და ხაზა ბრიტანელს რო ეფრანჭებოდა, შეიძლება პინკ ფლოიდის დაპყრობა მოგიწიოს. აი ძალიან საინტერესო ვიდეო. ანუ პატრიოტიზმი როგორც ესეთი, ცალკე აღებული აი პატრიოტიზმი როგორც ესეთი. ხო, ანუ ღიად არის ნათქვამი, რომ რუსებს, ეგ გავხსენეთ წინა გადაცემაში, რუსებს რო ეფრანჭები მოსწონთ, აი კავკასიურ ცეკვას რო წეკვა, ну ქართულ ცეკვას, ანუ რო ცეკვა, ეგ მოსწონთ, ანუ ქართველის თამაში გიწევს და ეგ ბანძობაა. და აი კარგი იქნებოდა ბრიტანეთის მონა იყო, იმიტომ რომ იქ აი პინკ ფლოიდის დაკვრით მოგიწევს მოაწონ თავი. უბრალოდ რა შეიცი საქმე, აი ამ პროდასავლელების ტრაგედია იმაშია, რომ თლა დასავლეთის სინამდვილეში როგორია, ან საით მიდის გარდასახვა დასავლეთის და რა ტენდენციები იკვეთება ახლა დასავლეთში, ამათ თლა არ წარმოუდგენიათ. ანუ
საინტერესო ვიდეო დაიდო Pink Floyd-ის ლიდერის რომელიც აი თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრობდა და თუ გაირკვა რომ ნუ ცოტა პრორუსული შეხედულებები ქონია და ცოტა ისეთი ძალიან კრიტიკული ამერიკული პრორუსული რა უბრალოდ ისეთი შეხედულებები რომელსაც აქ პრორუსულს ეძახი უკრაინის ომის დაწყებას მაგალითად ამერიკას აბრალებს უკრაინაში ომი წააქეცაო ამერიკა ბაიდენი სამხედრო დამნაშავეა და თარგმნოს თან ელენა Here's the quote, as I understand, that begins the show. If you're one of those, I love Pink Floyd, but I can't stand Roger's politics, people. Might do well. ანუ ეს როჯერ უოტერსი ვინც არის ის არის ლიდერი Pink Floyd-ის ამ ყველაზე მეტი სიმღერა ვინც დაწერა და ვინც იყო აი ლიდერი აი ლეგენდარული სანამ დაიშლებოდნენ და ან მის კონცერტზე იწერება ტექსტი რომ თუ თქვენ უსმენთ Pink Floyd-ს მაგრამ არიზიარებთ უოტერსის პოლიტიკურ შეხედულებებს აქედან იმას ქენითო რა ცენზურას დავიცვა მან სხვანაირად ეწერა მერე ეკითხებიან ანუ რატო რას ნიშნავს რა პონტია ყველას აზრი ხო თანაბრად მნიშვნელოვანია A, because they have listened to everything I've written since 1965 or whenever I started writing songs, so they do know what my politics are and they do understand where my heart is and they understand sort of why I'm there. But maybe it also gives a message to people who don't want to be there, in which case them effing off to the bar is probably not a bad idea. ანუ ვინც უსმენს ჩემს შემოქმედებას და რა კითხულობს ასევე რა შეხედულებები მაქვს, ну იმან უნდა იცოდეს, რომ აი ჩემი პოლიტიკური შეხედულებები კავშირში შემოქმედებასთან და ხა ვინც არ ეთანხმება, შეიძლება უნდა იცოდეს, რომ უნდა დაახვიოს მანდედან. ანუ ეგრე დგას საკითხი, რომ გადაჯაჭვულია მისი პოლიტიკური შეხედულებები და შემოქმედების შინაგანი. აი, ანუ აქედან რა გავარკვევთ, იცი, აი ის ნორჩი კირჩელი თუ ეხლა რასაც ეს იტყვის, მაგას არ ეთანხმება, ამის კონცერტზე აღარ უნდა წავიდეს, ხო? უნდა დაახვიოს. უნდა დაახვიოს. და ეხლა მოდი გავარკვევთ, როგორი შეხედულება აქვს ამ ადამიანს. Current show, you've got a montage of war criminals, according to you, and a picture apparently of President Biden on the screen, and it says, just getting started. What's that all about? ანუ ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე იყო წარწერა იქ ბაიდენის ფოტო და აწერია ომის დამნაშავე და მხოლოდ ვიწყებ ჯერ, ანუ ჯერ მხოლოდ იწყებს ეს ომის დამნაშავე მოქმედებას. და რას ნიშნავს ეკითხები? Well, he's fueling the fire in the Ukraine for a start. That is a huge crime. Why won't the United States of America encourage Zelensky, the president, to negotiate, obviating the need for this horrific, horrendous war that's killing. You're blaming. We don't know how many Ukrainians. But you're blaming the party that got invaded. Come on, you've got it. ანუ რატო არის დამნაშავე ომისო ბაიდენიო ეკითხებიან და როგორ არ არის დამნაშავე კაცო ზელენსკი წააქეზა და შედეგად აი ეს კატასტროფული ომი მივიღეთ უკრაინაში. ისეთი ნაბიჯები გადაადგმევინა ზელენსკის, რომელმაც გამოიწვია ამდენი ომი და დახვეწა. ეს ვოტერსი თulis რომ ბაიდენი ომის დამნაშავეა, იმიტომ რომ წააქეზა ზელენსკი რამაც გამოიწვია უკრაინის ომი. და ეხლა ნუ ჟურნალისტი თან CNN ჟურნალისტია რომ რას ამბობთ კაცო ეხლა რუსეთი ხო შეიჭრა უკრაინაში რეპს. თქვენ ნუ თუ აბრალებთ იმ ქვეყანას რომელშიც შეიჭრე. ხო. Reversed. Well, that's you know any war. When did it start? What you need to do is look at the history, and you can say, well, it started on this day. You could say it started in 2008. Okay, it's basic. This war is basically about the action and reaction of NATO pushing right up to the Russian border, which they promised they wouldn't do when Gorbachev negotiated the withdrawal of the USSR from the whole of Eastern Europe. ანუ ეს ომი არის შედეგი ნატოს ექსპანსიური პოლიტიკის, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება ახლოს მივიდეს რუსეთის საზღვრებთან
რაც არა დაარსებობდა პირობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირმა დატოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებიდან გაიყვანა ჯარები, პირობა იყო დასავლეთიდან, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით რუსეთის. ანუ ვოტერსი ამბობს, რომ ომი გამოიწვია იმან, რომ ნატო გაფართოვდა აღმოსავლეთით და დაარღვია პირობა, რომელიც რუსებს მიცეს, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა. When you say this, then I have to say, what about our role as liberators? You of all people, you have no role as liberators. World War II. World War II. You got into. ანუ როგორ კაცო ჩვენ ხო გამანთავისუფლებელი როლი გვაქვს დასავლეთსო და ამაზე რა გამანთავისუფლებელი როლიო ბიჭო და მე ის პასუხობს ძალიან საინტერესო. აბა მეორე მსოფლიო ომში რა მოხდა? World War II because it's Pearl Harbor. Pearl Harbor. You were completely isolationist until that's sad. That devastating. ანუ პერლ ჰარბორის გამო შეხვედით. ანუ იაპონელები თავს რო არ დაგსხმოდნენ ვაფშე არ მონაწილეობდით მეორე მსოფლიო ომში რა განმანთავისუფლებელი როლია. I would argue we were always going to get in and that pushed us in. But thank God the United States got in. Right? You lost your father in World War II. Thank God the United States. But thank God the Russians had already won the bloody war almost by then. Don't forget, 23 million Russians died, protecting you and me from the Nazi menace. Hey, and you. ანუ მამა შენიცო მეორე მსოფლიო ომში ანუ კიდე კაი შევიდა კიდე კაი ამერიკა ომში ჩაერთო და რავი მადლობა რუსებს 23 მილიონი რუსი მოკვდაო და მაგ დროისთვის თქვენ რომ ომში ჩაერთეთ უკვე ლამის მოგებული ქონდათ ეგომიო მაგას ეუბნება უტერსი ამას. You would think the Russians would have learned their lesson from war and wouldn't have invaded Ukraine. Well, you with all your reading, I would suggest you, Michael, that you go away and read a bit more and then try and figure out what the United States would do if the Chinese were putting nuclear-armed missiles into Mexico and Canada. The Chinese are too busy in ანუ წადიო რა წიგნი წაიკითხეო და გაარკვიე რასიზამ და ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს რომ მექსიკასა და კანადაში თავისი რაკეტები დაედგაო. ანუ ანალოგია იყო უკრაინასთან. და ნუ მე ხა ამან ხო რა თქმა უნდა პასუხი ვერ გასცა გადაუტარა ჩინეთს მაგისთვის არცალია ტაივანს ალყაში აქცევს. გეგონება ხა ეგ მაგის პასუხია რა. As we speak. Okay? They're not encircling Taiwan. Taiwan is part of China. And that's been absolutely accepted by the whole of the international community since 1948. And if და ესე უნდა რომ ბიჭო რანაირად ალყაში აქცევს ტაივანს ტაივანი ჩინეთია და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა რომ ტაივანი ჩინეთია. You don't know that. You're not reading enough. Go and read about it. Okay. Did we solve anything here today? No. Well, yeah, we did. Well, I mean, no, we didn't. I mean, you're believing your propaganda, your side's propaganda. You're defining it as Taiwan, propaganda. you can't have a conversation about human rights, and you can't have a conversation about Taiwan without actually doing the reading. Roger, if you're having a conversation about human rights, at the top of the list of offenders are the Chinese. Why is it always the Western world? At the top of your list. Why is it always the Chinese Western didn't invade Iraq and kill 1 million people in 2003. In fact, as far as I can recall, hang on a minute, who have the Chinese invaded and murdered, slaughtered? Their own. Bollocks. Okay. That's absolute nonsense. ანუ ჩინეთი ხო ადამიანის უფლებების დარღვევაში ნომერი პირველია და ეგ რავი შენი შედგენილი სია ჩინელები არ შევარდნილან 2003 წელს ერაყში და მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე არ მოუკლავთ და ავღანეთში არ შევარდნილანო და საერთოდ ჩინეთი სადმე შევარდნილა მე ვინმე დაუხოციაო და თავისივე ხალხს აწამებენო ეს პასუხობს და ნუ ზოგადად როგორ არის ბატონი ვოტერსის პოლიტიკური შეხედულებების გამზიარებლები ჩვენ არა ვართ. ამ ნაწილში ბევრში ვეთანხმები. როგორ თემა იცი? როდესაც ვიღაცა ნორჩი გირჩელი გამოვა და Pink Floyd-ი მინდა და ნეტა ბრიტანელებს დავეპყარით ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ჯერ ერთი გაერკვიოს, რომ ვოტერსი თვითონ ამბობს, რომ აი ამას ვინც არ იზიარებს, იმან ოიოს ეხა ჩემი კონცერტი და ზბილად ვამბობ.
და მაგის პოლიტიკური შეხედულებებია, რომ ეს ომი არის ამერიკის ანუ ბრალ. პინკ ფლოიდის შეხედულებაა, რომ რუსეთი ბანძი ქვეყანა არ არის. კი, ანუ ეხლა რატო რა აზრის გადმოსაცემად ვაჩვენეთ ეს ვიდეო. საერთოდ ჩვენს ლიბერალებში ბევრ იდიოტობასთან ერთად ასევე არსებობს ცოტა ძალიან ილუზორული წარმოდგენა იმ პროცესების, რომლებიც დასავლეთში მიმდინარეობს. სხვათა შორის იმ პროცესების აღწერის გამო თავის დროზე, როცა ჯერ ბევრმა არ იცოდა, საერთოდ ალტინფო იწყებდა როგორც ინტერნეტ რაღაცა მედია პლატფორმა მოღვაწეობას, ბევრი გვაკრიტიკებდა და გვეძახდა რაღაც რუსეთის აგენტებს იმის გამო, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ დასავლეთში ძლიერდება კონსერვატიზმის, ნაციონალიზმის და იზოლაციონიზმის ტენდენციები. ანუ დასავლეთი არ არის მთლიანად ლიბერალური. ამ იდიოტების წარმოდგენა, რომ დასავლეთში ყველა მზად არის მოკვდეს, ოღონდ აი ამ გირჩელების რუსეთისგან დამოუკიდებლობის და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას, ეგ წარმოდგენა არის დებილებზე გათვლილი წარმოდგენა. დასავლეთში სულ უფრო ძლიერდება იზოლაციონიზმის პოზიცია და მომავლის ამერიკის არჩევანი იქნება კონსერვატიზმი, აი ამ ეხლანდელი გლობალისტური ლიბერალიზმის უარყოფა, გადახრა კონსერვატიზმისკენ და გადახრა იზოლაციას. რუსეთთან მოკავშირეობის სურვილი. კი, ანუ რუსეთთან საბოლოო ჯამში დაილაპარაკებენ მენტალობა იმ გაგებით, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები. რა თქმა უნდა. და ვიღაცა სადღაც გადაკარგულ ქვეყნებში ვიღაც კოლექტიურმა გირჩელებმა გაასხან ჩვენი კონცერტიდან, ჩვენ გვაინტერესებს ამერიკა უპირველეს ყოვლისა. პოზიცია იქნება დომინანტი. ძალიან დაახლოებული ვოტერსი ტრამპის ფანი ნამდვილად არ არის, არა, მაგას არ ვამბობ. კონცეპტუალურად მაგ მიმართულებით, რომ იქ წავა. სულ უფრო მეტი განწყობა გაჩნდება, ეგ არის თან ეგ როგორ პროცესია, იცი? ვიღაცა ერთმა ადამიანმა კი არ გადაწყვიტა, რაღაცა ადამიანების ჯგუფი კი არ შეიკრიბა და რაღაც საიდუმლო გეგმა კი არ გაწერა, ეგ არის სოციალური ტენდენცია. თვით გადარჩენის ინსტინქტი რო ირთვება ხალხში, ის გადადის იზოლაციონიზმზე, გარედან შემოტევის შემთხვევაში სოციუმი იკვრება და ექსპანსიაზე კი არ არის ორიენტირებული, თავდაცვის რეჟიმზე გადადის. ამერიკელების ეხლა მთავარი პრობლემა არის, რომ იქცევიან როგორც ექსპანსიონისტები მაშინ, როდესაც დასუსტდნენ. ამერიკას რატო აქ ხა ცუდად საქმე? ისევ გაფართოებაზეა სისტემა ორიენტირებული, არადა დასუსტდა, შიდა პრობლემები წონის და აღარ შეუულია რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი დაიმატოს გავლენის ზონაში. იდეოლოგიური შინაარსი ამერიკის ვერ ეწყობა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას, რომელიც დადგა. პრობლემა იქნება. აი CNN-ის ჟურნალისტი განცვიფრებული რო ეკითხებოდა უწევს, რომ ჩვენი განმანთავისუფლებელი ვალი ფუნქცია, ანუ ამ ჟურნალისტს ეგრე აღზარდეს, ჯერა რო აი სადღაც პაკისტანში ვიღაცა რო ქალის უფლებებს არ ღვევს, ამან უნდა გააგზავნოს იქ საზღვაო ქვეითები მარინასული სულით და იქ დიქტატურა დაამხონ და ამ ქალისგან უნდა შექმნან ძლიერი დამოუკიდებელი ქალი ფემინისტი. უბრალოდ ეგ წარმოდგენა იშლება ძალიან მალე. ერთი ადგილი არა აქვთ მაგისი, აი შლოპანცებიანმა მწყემსებმა კალაშნიკოვით პანღურებით გამოყარეს მაგათი მარინასები ავღანეთიდან. მაგრამ ამას მაინც ეგრე გონია რა. მომავალი იქნება ქართველი და არა მარტო ქართველი, ზოგადად ასეთი პატარა ქვეყნების ლიბერალებისთვის სამწუხაროდ მომავალი იქნება შემდეგ. მას შემდეგ რაც ამერიკა გადავა იზოლაციონიზმის და კონსერვატიზმის მხარეს გადაიხრება, მოუწევს რუსეთთან კარგი ურთიერთობების აწყობა, იმიტომ რომ ამერიკისთვის კატასტროფაა რუსეთის და ჩინეთის ალიანსი. ეხლა ეს ალიანსი ძალიან გამყარდა, აშკარად განმტკიცდა მათ შორის კავშირები ამ იდიოტური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ატარებენ და შემდგომი უკვე გარდასახული პოლიტიკა ამ მოცემულობის გადახედვას დაიწყებს. შვენივრად დაილაპარაკებენ სამომავლოდ ამერიკელები და რუსები ერთმანეთში. ამნაირი დებილების გამო ჩვენ ამათ ჭკუაზე, ამნაირი იდიოტობების ჭკუაზე დავდივართ, ჩვენ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ეს უნდა გავაცნობიეროთ, რაც შეიძლება მალე და მივხვდეთ, რომ ჩვენ უფრო მალე უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი.
ამ ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა, ამოიწურა ჩვენი დრო. დროებით. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. კარგად ბრძანდებოდეთ.